იმედში ახლა იწყება ძალიან საინტერესო პროცესები. 450 მილიონიანი ვალის მქონე კომპანია ვიღაცამ იყიდა 1000 ლარად. ეხლა საინტერესოა ეს ტიპი, რომელიც აღმოჩნდა ზონდერი ჩვეულებრივი. იმედი ჩდება ძალიან ძვირი და არ აქვს ის შედეგი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. ქართული ოცნების პროპაგანდისტები და პროპაგანდა ძალიან დიდი ხანია, რაც შედეგს იგრძნობა რომ ვერდებენ. ისეთ მასშტაბს დებს ოპერირების, რომ გაკოტრდება ზუსტად იცი. ბიზნესს საკუთარივე შექმნილი საკუთარი შვილივით გაზრდილი GDS-ი ისე მოახერხა, რომ არც არავის აღარ ახსოვს ეს ტელევიზია. და ძალიან ცუდი ამბავი მაქვს იმედისთვისაც და დანარჩენი კოცებისთვისაც. რუსეთში მაგალითად ეხლა უკვე პროპაგანდა რაზე გადავიდა, ესე თავისიანების ჭამაზე. შეუძლებელია რომ რეჟიმს ფული არ გაუჭირდეს, ამიტომ დაზოგავს ყველგან ყველაფერს. გამოწურა ლიმონივით აღარ გახდა საჭირო და მოხდა ოპტიმიზაცია. საქართველოს ვერ გახდება ბელორუსი ნამდვილად, თქო უარესი შეიძლება გახდეს. ესენი ამ მოგუდვის პროცესში თვითონაც ძალიან ბევრ პრობლემებს აწყდებიან. და მოგოდ ფული ვინმე შემოიტანს და ამათ აბსოლუტურად სრულიადია თებულინგი შემოიტანს თუ რუსეთის იმედზე უბრალოდ ვერ იქნება. რუსეთი აი ამათ წყალს არ გაუწოდებს. ეს პროტესტი მათაც ძალიან ძვირად უჯდებათ. აგარო პოლიტიკურ გარღვევად გამოაცხადეს ვენს რო ხელი ჩამოართვა. ამ მაკრონთან ხელის ჩამორთმას ორჯერ ჩამოართვა ხელი და ბიჭო ორი დღე ხელი არ დაუბანიათ. მახვილი ეკონომიკის და ფინანსების კიდიათ თავზე, აი ნებისმიერ მომენტში ჩამოვარდება და გააპობს ამათ შუაზე. გამარჯობა მეგობრებო, ეთერში გაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოყვებით YouTube-ზე, ასევე სოციალებში. დღეს ვისაუბრებთ მედიის მდგომარეობაზე, იმედის ბედზე, იმედი ბოლოს გაიყიდა გამოთქმის შესაბამისად და ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუდენტთან თეონა ბაღდავაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, ჟურნალისტი. დიდი მადლობა სტუმრობისათვის. კაი, პირველი დავიწყოთ იმედით რა. იმედი ბოლოს კვდება და ბოლოს იყიდება. რა და აი ბატონ რუხაძესაც ამოვიდა ერისთვის ამდენი ხანი სამსახურში ყოფნა და ბოლო გაყიდა. ოღონდ 450 მილიონიანი ვალის მქონე კომპანია ვიღაცამ იყიდა 1000 ლარად და ესეც ძალიან დიდი ბიზნეს ალღოა ალბათ, ამხელ ბიზნეს ალღო უნდა გქონდეს, რომ აი 1000 ლარად იყიდა 450 მილიონიანი ვალის კომპანია. ნუ მაგად ეგ ყველაფერი ლირიკაა რა, რავი, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე და პლუს კიდე ერთი მომენტია, ან რა ინფორმაცია გაქვთ ამ ყველაფრის შესახებ და თბილისი მაინც პატარა ქალაქი. დავიწყოთ იქედან, რომ იმედი ბოლოს არ გაყიდულა, იმედში ახლა იწყება ძალიან საინტერესო პროცესები. ის რაზეც ჩვენ დიდხანს ვაფრთხილებდით რეჟიმის ერთგულ პროპაგანდისტებს, ადამიანებს, რომლებმაც ვერ დაინახეს ის ძალადობა, ვერ დაინახეს მოწამვლა, ვერ დაინახეს უამრავი უსამართლობა, რაშიც ჩვენ დღეს ქართული ოცნება გვამყოფებს, მაგრამ აუცილებლად მოუწევთ იმის დანახვა, რომ აუცილებლად მოხდება მედიის რესტრუქტურიზაცია, პროპაგანდისტული მედიის რესტრუქტურიზაცია და რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? პირველ რიგში მაძლევს ამის თქმის საფუძველს ის, რომ როგორ გაიყიდა იმედი, ვინ იყიდა, ვინ არის ახალი მფლობელი, ვის ადამიანები, რომლებსაც მოდი შევთანხმდეთ, რომ ტიტუშკას როლში რო გამყოფებენ და ვიღაცას აფურთხებ და აგინებ, არანაირი ბიზნეს ალღო არ გაქვს, იმიტომ რომ რაღაცნაირად შეძლებდი, რომ შენი ცხოვრება სხვანაირად მოგეგვარებინა. ირაკლი რუხაძისგან განსხვავებით, რომელსაც მიუხედავად ჩემი მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებისა სერიოზული ბიზნეს ალღო აქვს, ის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მარტივად მოაჩნდა მის ქონებას და შეეკრა პირდაპირ მის დაუზინებელ მტერს ბიზინა ივანიშვილს, ამას დიდი მოხერხება სჭირდება და დღეს მოიშორა ეს უდიდესი პრობლემა, რომლის დაფინანსებაც ხდებოდა, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ჯიბეებით, ამაზე მინდა ნინო უფრო კარგად ისაუბროს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის საუბარი, რომ რაღაც იმედს აქვს 500 მილიონი დავალიანება და თქვენ გქონიათ ოდესმე ამ ხელა დავალიანებას სახელმწიფო გპატიებთ ამას? არა, ეს არ არის სახელმწიფოს ვალი სულ. ხო, მაგრამ დიდი ნაწილი არის საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის არის ზუსტად არ გავა. 260 არა, 20 მილიონამდე. არა, ბოლო დანარჩენი არის, ხო, არა, ბიუჯეტის ამდენი მგონი არ არის. მე რაც ვნახე ესე იყო. დანარჩენი არის კერძო კრედიტორების, მე როგორც ვიცი და ძირითადად დამფუძნებლების ვალი. რეალურად ამ კომპანიის
პრობლემა არა მხოლოდ ფინანსური, აი რაც ეხლა რაზეც ვსაუბრობთ, არამედ ის რომ კომპანია ვეღარ აღწევდა იმ პროპაგანდისტულ მიზნებს, რაც რეალურად იმედს ჰქონდა და ეს არ არის მარტო ქართული პრობლემა, იმიტომ რომ ზოგადად ამხელა მედიის შენახვას ძალიან დიდი თანხები სჭირდება. თქვენ იცით, YouTube პლატფორმას აკეთებთ და გაცილებით მცირეა ის ბიუჯეტი, რომელთაც თქვენ მუშაობთ, ასევე პატარა ბიუჯეტური კომპანიები, მაგრამ იმედი ჩდება ძალიან ძვირი და არ აქვს ის შედეგი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ოცნებას ჰქონდა ესეთი სტრატეგია, რომელიც ასევე არის კგბ-ს მიერ ნაკარნახები და ძალიან გავს იმას, რაც ხდებოდა 2000 წლებში პროპაგანდისტულ მედიაში რუსეთში. მას ჰქონდა რამდენიმე საკომუნიკაციო არხი, რამდენიმე ტიპის საკომუნიკაციო არხი. პირველი ეს იყო საკომუნიკაციო არხი, რომელიც მუშაობდა სახელისუფლებო პრომოუშენზე, ამ შემთხვევაში იყო იმედი. მეორე იყო ეგრეთ წოდებულად შედარებით დაბალანსებული არხები, ესე ვთქვათ, შავი, ნაცრისფერი და ფერადი რო ავიღოთ და მესამე იყო შავი, რომელიც არის მაგალითად ვიქტორ ჯაფარიძის მიერ პოსტივის ფლობელობაში ყოფილი პოსტივი, რომელიც იყო სრულად ადამიანების გაშავებაზე ორიენტირებული, მას არანაირი მედია სტანდარტი, არანაირი მორალი არ ჰქონდა, მაგრამ დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე, თქვენ ხედავთ, რომ სამივე მედია ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს თავისი შინაგანი ბუნებით, იმიტომ რომ რეალურად აღარ აღწევს იმ გასართობი კონტენტით იმ მიზნებს, რაც აქამდე პროპაგანდას ჰქონდა. ეხლა აგიხსნით, რას გულისხმობ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ტელევიზიის კონტექსტზე, კარგად უნდა გვესმოდეს, როგორ მუშაობს დიდი მედიები, მაგალითად იმედი და რაზე იხარჯება ძირითადი ფული, ეს არ არის არც ნიუსი, არც საინფორმაციო, ეს არის გასართობი კონტენტი და ხალხის შენახვა, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს. და ამის ძალიან საინტერესო მაგალითი არის ერთ-ერთი ძალიან კარგი წიგნი, რომელიც ელესის უნივერსიტეტის პროფესორმა გამოუშვა, უკრაინელი ავტორი, რომელიც ამბობს, რომ პროპაგანდა არ არის მხოლოდ ის რას ლაპარაკობ ხელისუფლებაზე, არამედ რამდენი ხანი ტოვებ ადამიანს იმ არხზე, რომელიც არ გადართავს. მე მაგალითად ვინ არის ტიპის გადაცემა, რომელიც აი რაღაცა ძალიან რუსულია თავისი შინაარსით, თავისი კონტექსტით და შემდეგ ადამიანი უკვე ნიუსაც უყურებს. თუმცა ამ ტიპის გადაცემების ყურებადობა იკლებს, იმიტომ რომ სოციმედიამ შეცვალა ძალიან ეს ყველაფერი, არა მარტო ჩვენთან, კიდევ ვიმეორებ, მთელ მსოფლიოში და რა ვიცი, ძალიან მაღალი ინტერნეტ პენეტრაციაა საქართველოში, თითქმის ყველას აქვს ინტერნეტი და ტელეფონი, ახლა ჩემ მშობლებზე არ ვლაპარაკობ. მამა ჩემი ChatGPT-ს მაგალითად ბიზნეს სტრატეგიებს აწერინებს, ძალიან აქტიურად იყენებენ სოციმედიას, მაგრამ უფრო ის თაობაც კი, ვინც იყო ტრადიციულად იმედის მაყურებელი 60-დან ზემოთ, ისინიც კი სკროლოვენ ტელეფონი და უფრო ერთობიან AI-ის მიერ კატების და ძაღლების ვიდეოებით, რომელიც ბევრად უფრო მაღალ engagement-ს მოიცავს და ბევრად იაფია, ვიდრე ვთქვათ ის, რასაც აკეთებს იმედი. მამიდა ჩემი არის, ჩემი გამზდარი მამიდა არის 86 წლის, გულნარა რა. და 4 წელიწადია, რაც გულნარამ დაამუღამა ტაბლეტი. და ჩვეულებრივად ეგეც სკროლავს და Facebook-იდან იღებს ინფორმაციას უკვე რა. ანუ მესმის ასაც ამბობ რა. თუმცა ეს ერთის მხრივ შეიძლება ვთქვათ კონკრეტულად სატელევიზიო ბაზრის ცვლილებისთვის, ამ შემთხვევაში პროპაგანდისტული მედიის ცვლილებისთვის კარგი იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ამ ტიპის ინფორმაციის პროპაგანდისტულად დამუშავებაც ისწავლა ქართულმა. აი, აუცილებლად მინდა ამაზეც მე ვისაუბროთ, ანუ იმ ნაწილზე ზუსტად, რომ რამდენად ასრულებს პროპაგანდა დღეს, რამდენად პირობითად პროპაგანდა თუ გიჯდება 10 ლარი, მოახერხა მას 10 ლარის შედეგი და მე ზუსტად მაგას ვამბობ ძალიან დიდი ხანია, რომ ქართული ოცნების პროპაგანდისტები და პროპაგანდა ძალიან დიდი ხანია, რაც შედეგს იგრძნობა რომ ვერდება. იგრძნობა ადამიანებთან ურთიერთობაში, იგრძნობა სოცქსელებით, იგრძნობა იმით, რომ ის ადამიანები, რომლებიც ადრე სიტყვაზე პირად საუბრებში სუფრასთან თუ Facebook-ზე იცავდნენ რაღაც პოზიციებს ქართული ოცნების, ეს ადამიანები არც ტროლები არიან, არც ბოტები არიან, არც და რაღაც თვითმმართველობის ორგანოში არ მუშაობენ და რაღაც. ხო, ნეიტრალური ტიპია და იცავთ და რაღაც პოზიციებს. ეხლა აღარ იცავს. ეხლა შეიძლება ჩუმადაა და შემხარეს არ გადმოსულა, მაგრამ ის ფაქტია, რომ რაღაცებს რაც იცავდა, უკვე დასცინის რა, უკვე ამბობს, რომ ნუ ოკეი, მე ამას აღარ ვეხები, თავადაც აღარ მჯერა. მაგრამ ეხლა მინდა აი უშუალოდ ამაზე ვისაუბროთ, ანუ რა მოხდა რეალურად, ნუ ამას შეიძლება დიდი ხანი ვერ გავიგოთ, მაგრამ ლოგიკურად რო ვიმშეოთ, ანუ
450 მილიონიან ვალდებულებას არავინ არ აიღებს 1000 ლარად, ხო? მაგრამ მეორე კიდე ის არის, ეს ხალხი ჩვენს სულიად უცნობი სახეებია. ეხლა კი, გასაგებია ის ვიდეო რაც ამოტვირთდა კალაძის შტაბთან ეს ფურთხების და ციხესიმაგრის სცენები ამ ახალი 50% პრობლემისა იმისგან, მაგრამ ეს ჩვენთვის მაინც ალბათ ფართოსაგებობის უცნობი ადამიანებია, ხო? ჩემს აზრს გეტყვით, მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. რა ხდება იმე, არ ვიცი თელნაშილობა აქვს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. ხოლო ჩემს შთაბეჭდილებებს გეტყვით, ხო? დავიწყოთ ამ 450 მილიონიდან ზოგადად 450 მილიონი ვალი შეიძლება არ იყოს რაღაცა დრამატული, ზოგადად საერთოდ ციფრი ცალკე აღებული არც არ ნიშნავს კონტექსტის საქართველოს მასშტაბით არის დრამატული. ხო, ანუ კონტექსტის გარეშე, ხო? ანუ რას ნიშნავს 450 მილიონი ლარი კომპანიისთვის, რომლის აქტივები შეიძლება იყოს, არ ვიცი, თავისი გუდვილიანად, კი ბატონო, მატერიალური აქტივები, როგორც ვიცი, სადღაც 25 მილიონი ლარია მათი და კარგი გუდვილი დავამატოთ იმდენივე, მეტი ხო არ გამოდი პირიქით. ჩემი აზრით ეს ანტიბრენდია და პირიქით ეს და არა, გუდვილი არის ეს ღირებულების ერთ-ერთი კომპონენტი, ასე ვთქვათ, ხო? Goodwill, მაგრამ არის მატერიალური კომპანიაში არის მატერიალური აქტივები და კიდევ ბევრი კომპონენტები აქვს ღირებულებას, ხო? ესე რომ დავშალოთ იმედის აი ყველაფერი ხომ ეთანხმები რაღაც ბიზნესის ხო გაიგეთ მაქსიმუმ 50 მილიონი იყოს. და ვალი არის 450. ოკეი, შეიძლება რომ ღირებულება, მატერიალური აქტივები გუდვილი იყოს დაბალი, მაგრამ პოტენციური შემოსავალი იყოს მაღალი. ანუ იყოს რაღაც ისეთი ბაზარი, რომლიდანაც შენ ამოიღებ ამ 450 მილიონს. მაგრამ ქართული სარეკლამო ბაზარი ტელევიზიებისთვის წელიწადში აი 85-87 მილიონს არასოდეს არ გასცილებია. აქედან ყველა. ხო, ყველა ერთად. აქედან ხშირად ნახევარი იმედს მიაქვს ხოლმე, მაგრამ მაინც არ ყოფნის. ანუ რაღაცა ისეთი ბიზნეს მოდელი აქვს, აი ისეთი ბიზნეს მოდელი, რომ სარეკლამო ბაზრის 50% მიაქვს, მაგრამ არ ყოფნით. ნუ ოპერაციული ხარჯები მეტია. ხო, ანუ ეს არის ჯერ ერთი იმედი არის აი მოდელი ზოგადად ქართული მედია უბედურების, რა ვიცი, 30 წელი, ხო? ეს მარტო იმედი კი არ არის ეგრე. სხვებიც ეგრე არიან და ეგრე იყო ყოველთვის. ბაზარზე რომ შემოდიოდა, რომ რაღაცა ტელევიზია და ბოლო წლებშიც იყო ეგეთი შემოსვლები რა. და რა უყურებ რამდენს ხარჯავს ტიპი, ხო, იცი რომ ვერასოდეს არათუ ვერ ამოიღებს, უბრალოდ ისეთ მასშტაბს დებს ოპერირების, რომ გაკოტრდება ზუსტად იცი. როგორც კი პოლიტიკური ინტერესი დაეკარგება, როგორც კი პოლიტიკური პროექტი ჩაიხურება, ჩვენს თვალწინ მოხდა ხარდავა კონკრეტად ცოტა ხნის წინ. უკვე აქეთ ხარეს, ხო? როგორც კი პოლიტიკური პროექტი ჩაიხურა, ის იმხელა ინვესტიცია, რაც განხორციელდა შეწყდა. ამ მცირე შეუთანხმებულობა. არ ვიცი, ხო, ანუ ინვესტორმა დაინახა, რომ არა აქვს ის უკუგება, ვთქვათ, პოლიტიკური პროექტის თვალსაზრისით, რაც ჩადო ამ კონკრეტულ არხში, დაკარგა ინტერესი და არხი გაკოტრების პირას არის ახლა, ხო? იმიტომ რომ თავიდანვე მოდელი იყო არასწორი. ხა, რომ შემოდიხარ ქართულ ბაზარზე და შენ იყვან ოპერატორს, რომელსაც უნიშნავ ხელფასს ამერიკაში რო აქვს ოპერატორს ხელფასი, სადაც ტრილიონებია ბაზარი, სარეკლამო ბაზარი, ხო? აი, აქ შენ თავსაც უნებ და სხვებსაც უფუჭებს საქმეს და საბოლოოდ შენს გაკოტრდები და აი, რისი თქმა მინდა, რო არ გავაგრძელო ეს ამბავი, ყოველთვის ეგრე იყო, ანუ ტელევიზია საქართველოში, აი ეს წყევლა აქვს, რომ მოიაზრებოდა ყოველთვის პოლიტიკურ პროექტად, ანუ 90-იანებიდან მოყოლებული, ნუ აი ელეთმელეთი ემართებოდათ, დედას გაყიდდნენ ლიცენზიის გამო ხალხი რა, არ გვახსოვს ეს ისტორიები, რომ აი ტელევიზია თუ გა ყველაფერი გაქვს შენ, ეს ძალიან მცდარი რაღაცები ჩამოყალიბდა და მე მიხარია, რომ ჯერ ერთი ახალმა ტექნოლოგიებმა, აი ამ დინოზავრებს ვეძახი, მეც კი დინოზავრი ვარ ფაქტიურად, მაგრამ მე უფრო ახალი მედიის მხარეს ვარ და ახალი ტექნოლოგიების მხარეს ვარ და დინოზავრები მსოფლიოში გადაკეთდნენ მულტიმედიებად თუ არა და გადაშენდებიან, ხო? ანუ კიდე კაი საქართველოში ეს პროცესი დაიწყო და მაგრამ ჯერ კიდე არ მომკვდარა ეს მოდელი, რომ შენ ტელევიზიაში როცა ვითომ რაღაცა ბიზნეს ინვესტიციას აკეთებ, არასოდეს არ ფიქრობ ბიზნესზე, რა სისულელეა. ხო? იმიტომ რომ იმან სადღაც სხვაგან უნდა მოგიტანოს მოგება, ანუ რაღაცა ისეთ გავლენას გაძლევს, რომლის
კონვერტაციასაც მე შენ აკეთებ. აი გახსოვთ ხო ეს პატარკაციშვილი ამბობდა რომ რკინიგზას მიცვლიდნენ იმედშიო და არავის არ გაუკეთებია უარყოფა ამისი მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, ამიტომ შემიძლია ჩავთვალო რომ იყო მართლაც ეგეთი შეთავაზება. ხო, ხა წარმოიდგინეთ საქართველოს რკინიგზა, ქვეყნის აი წესით რო ყველაზე შემოსავლიანი და ყველაზე სტრატეგიული თან თუ გაითვალისწინებ რომ შუა დერეფანი და რა ვიცი ტრანზიტი ხო, წლები ეგეთ წაგებას მუშაობს ქონდა. არა, ეგ კიდე მეორე უბედურებაა, მაგრამ ნახეთ ამას გიცვლიან ტელევიზიაში, რომლის აი ღირებულება ან მაშინ რა იყო და პირდაპირ გეტყვი მე ჩემ ტელევიზიაში ისეთ თანხებს თავაზობდნენ ხოლმე გაყიდვაში. რომ აი მეცინებოდა, აი არ ღირდა ეს ტელევიზია, არაფრით არ ღირდა, აი არანაირი გაგებით არ ღირდა, იმხელა თანხებზე შეუსაბამოდ მაღალ თანხებს თავაზობდნენ ხოლმე რა, არ მინდა ხოლმე ამის თქმა, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება სხვანაირად გაიგოს ეს ამბავი. ანუ იმედზეს რო დაუბრუნდეთ ეხლა რა მოხდა, ხო? რეალურად აი რუხაძემ თვითონ თქვა რომ მეო ესენიო შევარჩიეო, ეს ჯგუფიო, იმ გათვლითო რომ დაჭირდება, ანუ ეგეთი დათქმა არის, რომ არასოდეს არათუ მოგებაზე არ გავა ეს არხი, არამედ თავის ხარჯებსაც კი ვერ დაფარავს, ეგეთი ბიზნეს მოდელი აქვს არჩეული რა. ანუ ვისაც საბიუჯეტო დეფიციტი რო იქნებაო შეავსებენო. ეხლა საინტერესოა ეს ტიპი, რომელიც აღმოჩნდა მედია ჰაუსის ზონდერი ჩვეულებრივი, ხო? რავი, ტიტუშკებს ეძახიან, მაგრამ ტიტუშკები არა. ზონდერები არიან ჩვეულებრივი, ხალხს ცემს ქუჩა-ქუჩა. მე არ ვიცი ხა ამ ტიპს საიდან შეიძლება კონდეს აი ეს 10-ობით მილიონი, რაც იმედს ჭირდება ხოლმე ანუ სულ დოტაციურია იმედი, შექმნის დღიდან დოტაცია. ანუ ვალის გასტომნა კი არა, უბრალოდ რო იმუშავა. თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილიც როცა ფულს დებდა და აფინანსებდა და აი დიდ მასშტაბებზე გაიყვანა, მანაც ძალიან კარგად იცოდა რომ ეს მომგებიანი ბიზნესი არასოდეს არ იქნებოდა, მაგრამ სადღაც სხვა იმიდან იღებდა სოციალური მედია. ანუ სხვა ტიპის გავლენიდან იღებდა აი ამ ბენეფიტებს, ხო, სხვა ტიპის გავლენას პოულობდა პოლიტიკაში, სხვა ბიზნესებში. ანუ ეხლა რა მოხდა ჩემი აზრით იმედზე ჯერ ვალებზე რომ დავაკონკრეტოთ ბიუჯეტის დავალიანება უშუალოდ მე მგონი აქვს რაღაც 20 მილიონის ფარგლებში 20-30. დანარჩენი არ ვიცი ზუსტად სიმართლე გითხრათ ბოლო დროს აღარ გამიკეკავს მაგათი ამბავი, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს არის ძირითადად დამფუძნებლების ვალი. ანუ დამფუძნებლები აკეთებდნენ შენატანებს და ეს რუხაძის კომპანიები აკეთებდნენ შენატანებს, როცა იყო გარღვევა ანუ ხარჯსა და შემოსავალს შორის როცა იყო დისბალანსი. ხდება ხოლმე. კი ბატონო, მე მაქვს ეგეთი ვერსია, ხა მე შემიტანია ჩემ ტელევიზიაში, ჩემი ვალიც აქვს ჩემ ტელევიზიაში, გამიყიდია ჩემი რაღაცა და შემიტანია როგორც დამფუძნებელს, ხო? ანუ ნახეთ რა მოხდა ჩემი აზრით ბოლო პერიოდში როგორც ჩანს იმედს იმხელა მასშტაბებზე გავიდა, ანუ იმხელა ხარჯები დაჭირდა, იმიტომ რომ როცა შენ აი უკვე ძალიან გაძლიერებულ რეჟიმში გადაყავს პროპაგანდა და რა თვალსაზრისით იცი რომ აი პროპაგანდისტი რომელიც ადრე იმედზე მუშაობდა და ნუ ხო აი მთავრობას შეაქებდა, ხო? მაგრამ ეხლა უკვე ისეთი ფრონტის ხაზი გაევლო რომ შენ რეალურად როცა მუშაობ ამ არხზე რეალურად ხარს უჭერს საქართველოს რუსეთში წასვლას. რეალურად შენ უკვე იმხელა დისკომფორტს იღებ საზოგადოებიდან, იმხელა თუნდაც ბულინგი ვთქვათ, რა ვიცი, მე ამ სიტყვას ცოტა ისე უყურებ სკეპტიკურად, როცა საჯარო პირების მიმართ იყენებენ ხოლმე, მაგრამ შეიმინგი და რა ვიცი, ყველაფერი სამშობლოს ღალატზე აწერ ფაქტიურად ხელს და უნდა გიღირდეს, თუნდაც მატერიალურად, ხო? ეხლა ეგ მეორე საკითხია, რომ რად უნდა გიღირდეს ეს, მაგრამ კოლოსალური ხელფასები აქვს მე ჩემი ინფორმაციით, იქ აი ამ წამყვან ამ სახეებს, იქ არ ვიცი დანარჩენებს ალბათ არა, მაგრამ ხარჯი გაეზარდათ. როგორც ჩანს და ჩემი ვარაუდით რუხაძე აღარ ეხალისებოდა მაინდა-მაინც ამ თანხების შეტანა და შეიძლება ვიღაცა სხვას დაჭირდა, ეს ხო ერთიანი ყულაბა ყველაფერი ქოცური რაც არის, ხო აქედან აიღე იქით გადადე რა მნიშვნელობა აქვს. ხა რუხაძე არ მგონი ეგეთ გიჟი იყოს, რომ თავის ფული ასხას და ასხას და ასხას იმედში, ხო? და რატომ რაღაც ამ ზღვარზე რომ მივიდა სიტუაცია, ვიღაც ხომ ჩაასხა ეს ფული. ვიღაცას მიატადინეს ქოცებმა, ჩვენ ამას ეთქვა მოვაჩინეთ ერთი კომპანია, რომელსაც უცებ დიდი სარეკლამო ბიუჯეტი აღმოაჩნდა. ხა რუხაძე მაგას ვერ იზამდა, როგორც ჩანს, რომელიღაც სხვა მქნა. ანუ ეთქვა ესეთი ტიპის ჩასხმები დაჭირდათ იმედში და ამიტომ რუხაძეს უთხრეს, რომ შენ სერს რაღაც გვიკეთებ მაშინ, არ ვიცი, ნუ ან სხვა მოდელზე უნდა გადავიდეთ. სინამდვილეში მოხდება ის, რომ იმედში რაღაც მობილიზებული ქოცური ბიუჯეტი შევა, შეინახავენ როგორ და რა იქნება, ალბათ მე დეტალები გამოჩნდება, მე თეონას ვერსიას ვემხრობი, რომ წესით უნდა მოხდეს ოპტიმიზაცია. ეგრეთ წოდებული ოპტიმიზაცია, იმიტომ რომ ნახეთ, აი რომ გადახედოთ, ყველაზე კარგად კონცეპტმა იციან, როგორ მუშაობს იმედი და რა არის მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი.
იმედი რომ კარგად მუშაობდეს ანუ ეფექტური რო იყოს იმედი ამ ხელა გაყალბება მათ უბრალოდ არ დაჭირდებოდათ და ძალიან ცუდი ამბავი მაქვს იმედისთვისაც და დანარჩენი კოცებისთვისაც ახლო მომავალში მოხდება ის რომ დატოვებენ მხოლოდ აი ხელფასზე და ანაზღაურებაზე აი ეს ტიპებს ვინც უფრო მეტი საჯაროობა აქვს, მეტი ცნობადობა აქვს, ანუ კონცეფტს ამხნევს, რომ გეშინიათ ხალხო, ეხა მაგაცის ხსტავლებთ, ამაკაც უკეთ ნახე, დღეს არა ხვალ აღარ იქნებიან და ვისაც აი ესეთი რაღაცა კაპიტალი აქვს დაგროვებული წლების მანძილზე, კონცეფტის რაღაც რაოდენობა ენდობა, იმათ კედლებზე შედიან და ლოცულობენ ერთად და როდის ამოწყდებიან აკაც უკეთ, აი ეგეთ ტიპებს დატოვებენ ხელფასზე. დანარჩენებს აი საშუალო და ქვედარგული აი იგივე თუნდაც აი გპ-ის ლექტორები ფეხებზე კიდიათ არ აინტერესებთ იმიტომ რომ ნახეთ გპ-ის რიგით ლექტორს არც პაბლისიტი აქვს არც ცნობადობა კი ვერაფერს ვერ შემატებს კონცეფტს არჩევნები რომ მოვა იმას მაინც დაჭირდება გადასარევად იცის ემიგრანტების პირადობის ნომრები ვინც არ არიან საქართველოში ჩასვამს 20,000 კოდს მარშრუტკებში ამით პირადი ნომრებით როგორც გააკეთა ბოლო ორ არჩევნებზე ზუსტად ერთი ციფრი დასვა 1,100,000 ხმა ადგილობრივზე და საპარლამენტოზე ეგეთ რამე არ არსებობს რომ ადგილობრივზე და საპარლამენტოზე ზუსტად ერთნაირი ხმა დაჭდეს ანუ ზუსტად იგივე გაიმეორეს რაც საპარლამენტოზე და კაცშვილი აღარ მოედავა ხო იცის უნდა ჩასვას მარშრუტკაში ერთი 20,000 კოდსი ან 30 რატომაც არა დისციპლინირებული ერთი დღის ხელფასს უხდის თან მეც ხო არაფერს ჩამოატარებს დღეში 10 უბანს თითოს და 300,000 ხმა ჯიბეში აქვს მინიმუმ, ხო? ანუ თუ დაჭერდა მეცაც იზამ. ანუ რაღაცი ჭირდება აი ეს გადღაბნილი ამბავი, ტროლები ეყოლება რომელსაც ხელფასიანი, რომელსაც თითოს აქვს რავი ერთი 30 აკაუნტს ემსახურება დღეში და შეუშვებს გვერდებზე და საზოგადოებრივი აზრის განსტაციას გააკეთებს. და აი ეს შუალედური ტიპები საერთოდ აღარ ჭირდება. ეხლა ნახეთ თქვენ უმუშევრობები. მათ შორის იმედზე. ანუ კიდევ ამბობ იმედი რომ ეფექტური ყოფილიყო და მთელი ეს პროპაგანდისტული მანქანა ამ ხელა გაყალბება არ დაჭირდებოდათ ერთი და გარდა ამისა ესეც ჩვენიც არის წარმოდგენების ბრალია რომ აი იმედი გგონია რაღაცა ძალიან მაგარი რა იქ მართლა თეონამ თქვა და სინამდვილეში სამის მეათაზე წარმგონია და ნახეთ როგორ არის რეალურად ყველაზე დიდი ფული მაინც იხარჯება სერიალებში აი მეგა შოუებში იმიტომ რომ აი ამ ნაკაცს ეძახიან რომ აი ნაკაცს მერე მიყვეს ჩართული ტელევიზორი რა უფრო ასაკიან ხალხში უფრო რეგიონებში კიდე თორე თბილისში რა დღეში რა შედეგი აქვს კონცეფტს ეგ ვიცით ხო და ვიქ აი უბრალოდ ანტენით რო იჭერს და საკაბელოც რო არა აქვს ეგეთ ადგილებში ნუ ყველაზე კაი ადგილზე იმედი არის რა პულს რო დააჭერ პირველი არხი იმედი ანუ ესე პირველი არხი იმედი რუსთავი აი მულტიპლექსში ეგრეზის რა ვინც აი მარტო ანტენიან ხალხზე არის ეს გათვლილი რა საკაბელოზეც არა და ძალიან დიდი წილი, ძალიან დიდი შრომა ეხარჯებათ კონცეფტს Facebook-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზე. აი ამის მონიტორინგს ესე ერთიანად არავინ არ აკეთებს, რომ ნახოთ YouTube-ზე აქვს შექმნილი ვიღაც ტიპები, არხები და საკმაოდ დიდი ყურებით. ანუ აი ამ გეოპოლიტიკა ხო მაგათი კანიოკია, ასე რომ ვთქვათ. და ანალიტიკა ხო ბატონი ბიძინას კანიოკია, ხო და აი ტიპები ლაპარაკობენ გეოპოლიტიკა, ყველა შეთქმულების თეორია თუ კი რამე კონცეფტს გამოუყენებენ, ახვავებენ, ათასობით ადამიანი უყურებს, ინგლისურენოვანი ტიპები, ქართულენოვანი, ანუ აი ძალიან მოდებულები არიან. ანუ იმედი ამათი პროპაგანდისტული და ამ დეზინფორმაციული და ჰიბრიდული ომის მხოლოდ რაღაცა ნაწილია და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცოტა ბიუჯეტ შეუკვეცავენ იმედს და ნუ ეხა ამ სახეებს ვინც ყოველდღე გამოდის და გვეუბნება რომ თქვენ ამოწყდით თქვენ ნახეთ რას გიზამთ და კობახიძე არის გენიოსი, ულამაზესი, უდახვეწილესი, დიდი სტრატეგი გეოპოლიტიკაში აბდღნის გეოსტრატეგია კობახიძე ეხა ესეც სიუჟეტები ყოდა დადღები მოვკვდეს იცილი ამაც მიცემენ მაღალ ხელფასს დანარჩენებს ექნებათ კაი შიმშილი და უბედურება ხო აი ეხლა არის ეს პროცესი ეხლა თქვენაც ამბობთ აი არც პრინციპში ჩემს დიდად მოულოდნელი აქ არაფერი ხდება რა. ზუსტად X ხდება, რაც უნდა მომხდარიყო. ანუ პირველ რიგში, როდესაც რაღაცაში ფულს გაძლევენ, ყოველთვის უნდა გაგიჩნდეს კითხვა, რომ აი რაში გაძლევენ ამ ფულს. ხო? და
როდესაც ფულს გაძლევენ პროპაგანდაში, როდესაც ფულს გაძლევენ ხმის მიცემაში, ან მაგალითად ფულს გაძლევენ, რომ ერთი პარტია გააშავა. ან რომელიღაც მხარე გააშავა. თუ ის მხარე შეწყვეტს არსებობას, თუ კი პარტიები არ იქნებიან და ასე შემდეგ, ვის რაში დაჭირდება ტროლი, ტიტუშკა და ასე შემდეგ. ანუ რეალურად რაც ეხლა ხდება რა, ძალიან ადვილად გათხოვადი იყო, ხო? ეხლა თუ თლიანად ჩაჩეხავენ რომელიმე მხარეს, რაში დაჭირდება მილიონების ხარჯი. არა, უყურე საკმაოდ არა, უყურე სხვა ამოცანაა პროპაგანდა. არა, უყურე რაში საქმე პროპაგანდა კი, მაგრამ უყურე ზუსტად მაგაშია საქმე, რომ როდეს რუსეთის პროპაგანდის გზით მივდივართ, როდესაც რუსეთში საქმე ყოველთვის ეკნება პროპაგანდა, ეხლა განსაკუთრებით. არა, ეგრე არ არის. უყურე საქმე ყოველთვის ეკნება ერთია, მაგრამ რუსეთში მაგალითად ეხლა უკვე პროპაგანდა რაზე გადავიდა, ესე თავისიანების ჭამაზე. იმიტომ რომ მთელი ეს ლიბერალური ფლანგი ვინც იყო, გაიწია და რუსეთთანაა გაცვლილი, ან რუსეთში თუა გაჩვენებული და გაჩერებულია და უკვე ინოაგენტებად ეგრეთ წოდებულად უკვე ცხადებიან ტიპები, რომლებიც იყვნენ, აი როგორი ზეთნიკები, იცი, აი ორმოჭრილი მონეტები და შეიძლება თეონას თუ არ ეწინება, აი ამაზე გეტყვით რეპლიკას. მინდა დავასრულო და ანუ ეხლა რა მომენტი, ანუ ეს ოპტიმიზაცია თუ კი ამ ლოგიკას გავყვებით, ეს არ დასრულდება იმენზე რა, არც STU-ზე დასრულდება. ეს ჩაყვება დამალდონედაც, იმიტომ რომ მარტივი ლოგიკა თუ კი შენ არ დებ რაღაცა შედეგს, ხო? ანუ 10 ლარს გიხდი ისევ და ისე რომ გავიმეორო და დებ 2 ლარის შედეგს, მაშინ 2 ლარამდე ჩამოვა ჩემი დანახადი, რატო უნდა დავხარჯო ზედმეტი 8 ლარი. არა, ოპტიმიზაციას კიდე სხვა მიზეზი აქვს რეჟიმს, მე სულ ამას ვამბობ და ერთ წელი მაგას გავიძახი, რომ ამათ ექნებათ ფულის პრობლემა. ანუ რეჟიმი არა, როგორ არა? არა, ამათ ექნებათ აუცილებლად ფულის პრობლემა, ბიუჯეტის შევსების პრობლემაც ექნებათ, თავისი შავი ფულის პრობლემაც ექნებათ, საოპერაციო ფული რაც ჰქონდათ, იმიტომ რომ ეხლა ისეთ ფოკუსში არიან უკვე აი მაგ რაღაც გამადიდებელი შუშით უყურებს ყველა, რომ აი ის გზები, იგივე კოლ-ცენტრები, იგივე ეს ტრანზიტები უცნაური, თუნდაც ნარკოტრანზიტი არ მითხრას ვინმემ, რომ ხამ ქვეყანაში ისე გაიარა რამე ნარკოტიკმა, რომ აქ ვინმემ რამე არ იცოდა რა. ან ვინმემ არ იხეირა. აი ნებისმიერი ეს ამ შავი გადიოდა და უეცად ეხლა დაიწყო დაჭერება. ფულის გათეთრება ამ ქვეყანაში ხო ცოტა გართულდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის მაინც საერთაშორისო დანაშაული და როცა შენს მიმართ არის არაკეთილგანწყობილი გარემო და deep state არის შენი დავტერი, ამის გამო შეიძლება ისე გაიჭედო, რომ სანქციები კი არა, სანქციების გარდა არის კიდე ინტერპოლის წითელი ცირკულარიც არსებობს. შესაბამისად ეგრე მარტივი არ არის რა. შეიძლება აღმოჩნდეს საერთაშორისო დამნაშავე. ანუ ამ რეჟიმს შავი ფულის პრობლემა ექნება და თეთრი ფულის პრობლემაც ექნება და ექნება, იმიტომ რომ აი ძალიან მარტივი რაღაც რო ავიღოთ ამ გრანტებს რო დაელინენ და ამ საერთაშორისო დახმარებას და ასე შემდეგ, რომ ის დიდი ნაწილს თვითონ იღებდნენ. ეს ფული რო შემოდიოდა და სხვათა შორის NGO-ები ყველაზე კაი გადამხდელები იყვნენ, წესიერად იხდიდნენ საშემოსავლოს, ამ ფულს აქ ხარჯავდნენ, ეკონომიკაში ხარჯავდნენ, იქ სასტუმროს ქირავდნენ, დაუსრულებელ ტრენინგებს. რეგიონებში ვინ ხეირობდა, მე და მაგ ფულს ყველაზე მეტად. დაუსრულებელ ტრენინგებს და სემინარებს ატარებდნენ, რაზეც მაკანკალებდა სულ რომ რაში იხარჯება ეს ფული და სასტუმროები ხეირობდნენ, ხო? ამით მოდიოდა მათ. ისე ეგ სასტუმროები და ვინ. ხო, ხოცეთ. ანუ ნახე ეს ფული მიდიოდა ეკონომიკაში, ეს ხალხი ხელფას რო იღებდა ამ ტერი დიდარი NGO-ები, რომლის დემონიზაციაც გააკეთა. მიდიოდა მაღაზიაში რაღაცას ყიდულობდა, რომელთა დიდი ნაწილი ხა საერთოდ საქართველოსთან წასულია. ის ფული საქართველოში აღარ შემოდის. ყველაფერი ღიად ხდებოდა, საშემოსავლოც იხდებოდა და ასე შემდეგ. პროდუქტს ყიდულობდა, ტექნიკას ყიდულობდა და ასე შემდეგ. ეს ფული ხო აღარ შემდგა. თქვენ გონეთ ეს ცოტაა საქართველოს ეკონომიკისთვის. პირდაპირ ინვესტიციები აღარ არის. ხო, ხა აღარ მინდა და ეკონომიკის სიღრმეებში ჩავიდე, მაგრამ გამორიცხულია, ეს რუსებიც წავიდნენ მართლა ისე ეძვირებათ უკვე საქართველოში ცხოვრება და მიდიან, იმიტომ რომ ბევრად იაფი ქვეყნები არსებობს, სადაც ვიზა არ ჭირდებათ. და კიდე ერთი მომენტია, ნინო რუსეთში ცხოვრება რუსდომობა და იგერა მოსკოვი და პეტერბურგი. რატომაც საქართველო იყო მათთვის მომხიბვლელი, აი ომის დაწყების მერე რატომაც აქ გამოიქცა ბევრი ხო რუსეთიდან. ნუ რაღა აზრი აქვს, ეხლა შეიძლება ხვალ გავიდა აქ ბინა კონდეს ნაკირავები, სადაც გავიდეს და უკან აღარ შემოუშვან რა. ამიტომ ძალიან არასტაბილურია.
ტურიზმის თვალსაზრისითაც მე არ ვიცი რა ხდება, ვითომ გაიზარდა, მაგრამ რაღაცა ძალიან მეეჭვება და ყოველ შემთხვევაში დიდარი ტურისტები აქ არ შემოდიან ევროპა. შემიძლია გითხრა რომ არ ხო, რაღაც შეხება მაქვს და კარგ ხასიათზე არავინ არ არის ამ ბიზნესში. ანუ რის თქმა მინდა რომ შეუძლებელია რომ რეჟიმს ფული არ გაუჭირდეს, ამიტომ დაზოგავს ყველგან ყველაფერს. აი ეს რეფორმის დიდი ნაწილი ზუსტად ამას ემსახურება, რომ ნახეთ, მე დავითვალოთ აი სექტემბრიდან რამდენ ადამიანს ქონდა მანამდე გრანტი და აი სექტემბრიდან რამდენ სტუდენტს ექნება გრანტი. ანუ ყველა შეეხება, ყველა კოცის მხარდამჭერ შეეხება. ჩვენზე ისეთ შეხებულია кайხანი და მიჩვეულები ვართ არაკომფორტულ ცხოვრებას ბოლო წლები, ხო? ეხა მათი ჯერი მოვიდა. და იგივე თუმცა აი მე ვილაპარაკოთ იმაზე პროპაგანდა რომ ეხლა ძალიან ჭირდებათ, იმიტომ რომ მუდმივი მტრისხატი აქვს მართლა შესაქმნელი და ქართველებს თვითონ უნდა ჩაუდონ რომ ევროპა ცუდია და რუსეთი ხომ არ ჯობს. ნინო, ეგ გავიგე რომ აი მუდმივი მტრისხატი, ეგ რუსებსაც აქვს სულ რა. ხო, ეს ყველა დიქტატურას ყველა დიქტატურას. მინდა რომ სწორად გამიგოთ თქვენს და მაყურებელმაც მე ქართულ პროპაგანდას გაცილებით მეტად ვუსმენ რუსულ პროპაგანდას და იგივე გზით მიდიან და იქაც რა მოხდა რომ იქ შიდა ბაზარი ამოიწურა, მოდი ბჭყალებში ბაზარი შიგნით ამოიწურა მტერი მორჩა და ეხლა გადასულები არიან ვინ არის არასათანადოდ ერთგული რაღაც ახლად ეგეთის მოძებნაზე რა და არა ეგ ადრეც ავდანო იყო რომ დაიწყო განსაკუთრებით 37 წლის პრაქტიკა, როდესაც ჯერ დაიწყეს რაღაცა გარე ესე ვთქვათ გარემტრების ძიება და მე უკვე დაერივნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენი პრობლემა კი ბატონო იმიტომ თავარი რაც არის ჩვენ რაც ხშირად არ გვესმის რომ ქოცებს საერთოდ არ აწყობთ სიტუაციის სტაბილიზება. მათთვის ეს მუდმივი რყევა და მუდმივი მტრის ხატის ძიება არის ის, რაზეც დღეს დგას რეჟიმი. აქედან გამომდინარე, მოდი პროპაგანდის ნაწილს დავუბრუნდები, იმიტომ რომ ჩემი მიმართულება არის ციფრული სოციოლოგია და ზუსტად ეს არის, რასაც ვკითხულობდი და რაც ვიცოდი, რომ მოხდებოდა. იმედი თვითონ სტრუქტურულად და შინაარსობრივად იყო ტელევიზია, რომელიც ყოველთვის ვიღაცის ინტერესს ღიად ემსახურებოდა. ეს იყო ბადრი. ეს არის მედია, რომელიც ჯერ ბადრი პატარკაციშვილის ფოტო ჰქონდათ ჩამოკიდებული, მერე შეიძლება ბიზნეს ფოტო არ ჰქონდათ ჩამოკიდებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვით ცენზურის დონე ძალიან მაღალი იყო. უბედურება დაემართა რუსთავიორს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც ძველი რუსთავიორი ახსოვს და ახლა, იმიტომ რომ ბაკურაძის ქვეშ მუშაობა, წარმოუდგენელი მგონია ამ ადამიანებისთვის, ვისაც რაღაცა ტიპის გემოვნებაზე ქონდა და რაღაცა ტიპის, ესე ვთქვათ, ინტელექტზე ქონდა პრეტენზია და ეს ორი ტელევიზია სტრუქტურულად ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს, რაც ადრე არ იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ესე ინარჩუნებდნენ, რომ საზოგადოებრივი ვითომ ყველაზე დიდი დამნაშაო ჩემც მაინც საზოგადოებრივია, იმიტომ რომ პირდაპირ უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესს და არაფერს ამისთვის არ აკეთებს. მერე იყო ვითომ დაბალანსებული. ხო, საბედნიეროდ, მაგრამ ბევრი ფული იხარჯება. მერე იყო ვითომ დაბალანსებული რუსთავიორი, მერე იყო იმედი, რომელიც ვიღაცას ემსახურებოდა და პოზიტივი, როგორც ვთქვით, ესე ვთქვათ, შავი ხრალი, სადაც უბრალოდ აგდებდნენ ადამიანებს იმისთვის, რომ ვიღაცებს გაეშავებინათ და ამას ძალიან მარტივი გზა აქვს, რომ მე შენ ტალახს გესწრი და მერე მიდი და შენ მოიწმინდა და იმ ტალახის 30% რეპუტაციულად მაინც დაგრჩება შენ. ეხლა ჩვენი მიმართულება მინდა გავაგრძელო, ნინომაც ახსენა YouTube, TikTok, Facebook. პროპაგანდის ვთქვათ ძლიერი და სუსტი მხარეები. ძალიან სასაცილოა იმედს და Goodwill-ს რო ახსენებთ სიტყვას, თუმცა ბრენდინგთან მიმართებაში ხო, პირიქით მინუსებში გაყავს, ხო? მატერიალურ-ტექნიკური აქტივობის მინუსებში გაყავს. აი გიგივია რაღაც ფაშისტური გერმანიის მერე გეთქვა, რომ აი ფაშიზმის Goodwill-ი რამდენია დაგეთვალა, იმიტომ რომ მაგრამ მაინც კლასიკური განმარტებები მოვიშველი. ანუ ერთ-ერთი ბოდიში იმედის ღირებულება რაც შეიძლება ყოფილიყო არის ტექნოლოგიური ბაზა, მაგრამ დავბრუნდეთ ცოტა უკან და დავიწყოთ იქიდან, რომ ბიზნესამ საკუთარივე შექმნილი საკუთარი შვილივით გაზრდილი GDS-ი ისე მოახერხა, რომ არც არავის აღარ ახსოვს ეს ტელევიზია, იმიტომ რომ აღარ ჭირდება ინფო-9, რომელიც გახდა უბრალოდ მედია, ონლაინ მედია, რომელსაც ძალიან დაბალი engagement-ი აქვს და YouTube-ზე დავბრუნდეთ, TikTok-ზე და დავბრუნდეთ Facebook-ზე. ოღონდ ბოდიშ უნდა არ გავამიტოვოთ თუ შეიძლება ცოტა ხანი მე იმაზეც ვისაუბრო ინფო-9-ს და
GDS რა დაემართათ? კი, მაქედან დავიწყებ. გამოწურა ლიმონივით, აღარ გახდა საჭირო და მოხდა ოპტიმიზაცია. აი ზუსტად იგივე მოხდა, რომ GDS-ის მიზანი მეცხრე არხი, მე უფრო GDS-ზე ვიტყვი, იმიტომ რომ მქონდა რაღაცნაირად. GDS ხო არ იყო პოლიტიკა. რაღაც პერიოდი იყო. არა, ბიზნეს გადაცემა. ნინო, რაღაც პერიოდი იყო. ბიზნეს ხო ქონდა პოლიტიკური გადაცემა. BGDS-ის ამოცანა იყო ეგრეთ წოდებული, დაბალანსებული, თუმცა ძალიან სასაცილო იქნებოდა. მეცხრე არხზე ქონდა თუ GDS-ის თავის გადაცემა. მე მგონი GDS-ი არ იყო თავიდანვე გასართობი, რაღაც ნიუსები ქონდათ და აი 2030 ანალიტიკური გადაცემა იყო GDS-ზე იყო. ანუ ეს იყო ახალი თაობის აღზრდა, რომელიც 2030-ისთვის მოემზადებოდა ქვეყნის გადასაბარებლად და ნუ ეს ხალხი დაშლილია ვიცნობ მათგანს და რა გინდა მშვენიერი ანალიტიკოსი. ვინ რომელი არის მაქედან? გეოპოლიტიკური ანალიზი ხო არის ახლა ცოტა წერე ხოლმე. ხო, მაგრამ მგონია რომ ერთადერთი ვიზდარჩა. მე მართლა სერიოზულად ჩავთვალე. ამიტომ ბიზნეს ბრენდი იმედი, რასაც ეს ხალხი ესე ყიჟინით, რომ აი ჩვენ იმედელები ვართ, იმიტომ რომ იმედის ბევრი თანამშრომელი ჯერ კიდევ ვერ ხვდება რას ემსახურება, იმიტომ რომ ეს ხალხი 30 წელია მართლა ნინოს ხმის არ იყოს, ბადრის დროიდან იქ მუშაობს და რასაც მისცემდნენ კასეტას თუ რაღაცა ეხლა სხვანაირად ხდება, ჩვეულებრივად დაამონტაჟებს, გაუშვებს, ანუ მათ თვითრეფლექსია არის ძალიან დაბალი. ამ მედიას დღევანდელ მოცემულობაში აქვს იმაზე გაცილებით ნაკლები გავლენა, ვიდრე აქვს თუნდაც TikTok-ის რომელიმე ვიდეოს არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა აქ პრო თუ საწინააღმდეგოა, engagement-ი რო ავიღოთ, მე რამდენჯერმე გავაკეთე ამაზე თვითონ განხილვა, რომ ეხლა თანამედროვე მედია არის engagement-ი, ხო, ეხლა თუ არავინ არ უყურებს, არავინ აკეთებს და არავინ არ აკომენტარებს, არაფერი engagement-ი არ აქვს. სანამ ტროლები შემოესევიან და მოდი ასე ვთქვათ, რომ ნიუსის ცხოვრების ხანგრძლივობა სოციმედიაში არ არის 5 საათზე მეტი, იმიტომ რომ ეხლა 5 და 6 საათს მერე იმას იმდენი რაღაც ემატება. შეიძლება 5 და 6 საათი ისე გავიდეს, მაგალითად რუსთავის page-ზე, რომ ერთი კომენტარი არ იყოს. იმიტომ რომ ადამიანებმა ტოტალურად შეწყვიტეს ამ ტიპის მედიის დაჯერება და კიდე მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფორმატი. ჩვენ შეიძლება ამას ვერ ხვდებით, მაგრამ ჩვენი ტვინი გადაეწყო ახალი ფორმატის ინფორმაციის მიღებაზე. ეს არის TikTok-ის ვიდეოები. მე მაგალითად 1-3 თვეა რაც TikTok-ი გავაკეთე და საერთოდ სხვა engagement-ი წამოიღო, იმიტომ კი არა რომ მე სხვას ვამბობ, იგივეს ვამბობდი. უბრალოდ ტვინი და თვალი ბევრად მარტივად სკროლავს TikTok-ს, ვიდრე თუნდაც ამოჭრილ ვიდეოს, რომელსაც ჩვენ ტელევიზიიდან დადებ. ეხლა ნინომ რაც თქვა და რაცაც დაუბრუნდები, პროპაგანდისტული სახეები. ერთის მხრივ ეს პროპაგანდისტული სახეები არიან საკუთარ გარემოში, ანუ ხა ცოტნე გეგეჭკორი რო აიღო, რომელიც ლაპარაკობს ტელევიზიიდან ერთია, ეს ტიპი 250 ლარს რო ბუჟი ცხოვრებით რო ცხოვრობს. არ მე მეგონა ჩემი და ბუჟი ცხოვრებით ლარი დავზოგეო და მადლობა კომისიის ყველაზე. 1000 ლარი ჩემთვის ძალიან ბევრი თაღაა დასაზოგად ტიპი თურმე რაღაცა ყოველდღე ხიზილალებს მიირთვევს და ანუ რო ავიღოთ პროპაგანდისტული სახეები, ეს ხალხი რო ამოაცალო იმ გარემოს, რაც არის, თქვათ, იმედის კონტექსტი აბსოლუტურად მიიღებ დიდ ნეგატივს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს თუ ვინმე თვალით უყურებს, არის ეს იმედის გარემოში. მაგდა ანიკაშვილმა რო დაიწყოს და TikTok-ის ვიდეოების წერა, მინდა გითხრათ, რომ საშინელება იქნება, კატასტროფა იქნება. ანუ მინდა რომ გააკეთოს. ის კი არა შედეგს ვერ დადებს, იქაურობასაც გააფუჭებს, იქაურ სიტუაციასაც გააფუჭებს, იმიტომ რომ მათი პლუსი არის ის, რომ ისინი არიან კონტროლირებად გარემოში, სადაც დისკუსიის ადგილი არ არის, ანუ დისკუსია არ არის იქ, ხო? ეხლა დისკუსიას რაც ეძახიან. მეორე ეხლა YouTube-ს დაუბრუნდები, რომელიც ძალიან საინტერესო პოლიტიკური პლატფორმაა და რომლის ათვისებაც ძალიან კარგია რომ თქვენ დაიწყებთ, მაგრამ აი კონსპირაციის თეორიების თემაზე. ჩვენ ცხოვრობთ ხო არის პოსტმოდერნიზმი, ჩვენ ცხოვრობთ post-truth, post-სიმართლის ეპოქაში, სადაც ყველაფერი არის სიმართლე, ყველაფერი არის ტყუილი. რეალურად ესეთ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება, იმიტომ რომ ადამიანების დიდ ნაწილს მით უმეტეს ამერიკაში ბოლო დროს გამოშვებული ფაილების შემდეგ, სადაც აბსოლუტურად სიგიჟეა, ყველაფერი შეიძლება დაიჯერო, კანიბალიზმით შეიძლება დაიჯერო, ვაქცინებში რაღაცა მის გაშვებაც. აქედან გამომდინარე ეს იმიტომ რომ გაძლევს ამის დაბჯერების უფლება
დგას ის რაც ჩვენ ვნახეთ კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი აკეთებს ყველაზე ცუდი სცენარის გენერალიზაციას. ანუ ჩვენ რო ვიცით რომ ვიღაცა არის მანიაკი და ხალხს კლავს ქალაქი რომელიღაც ქალაქიდან, ჩვენი ტვინი არის რომ იმ ქალაქში მანიაკები ცხოვრობენ, იმიტომ რომ ადამიანი ესე არის მოწყობილი. აქედან გამომდინარე, რაც ყველაზე საშიშია, ბევრად უფრო საშიშია ვიდრე იმედის პროპაგანდა, რომელიც აი რაღაცა დაჩიავებული ხალხი ღვარძლით ლაპარაკობს მართლა 50 აკაცუკი თუ რას ეძახიან ვერ დავიმახსოვრე და აკაცუკი და სხვა სახელს ვეძახი. არის აი ეს პოსტ მოდერნისტული დამოკიდებულება სიმართლის მიმართ, პოსტ სიმართლის ეპოქა, სადაც ყველაფერში შეგიძლია შეიტანო ეჭვი. აი ამ ეჭვის შეტანა ჩემთვის ბევრად უფრო დიდი ამოცანა ამასთან ბრძოლა. და რას გულისხმობ? ნეიტრალიტეტის თემა. ნეიტრალიტეტის თემაზე ტიპები რო გამოდიან და რო საუბრობენ, ისინი საუბრობენ ნეიტრალიტეტზე როგორც მოცემულობაზე, რომელიც აბსოლუტურად ანგრევს იმ საყრდენს, რაზეც იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობა დიდი ხანი, ეს იყო ევროპისკენ სწრაფვა და ევროპისკენ ინტეგრაცია. ანუ ჩვენი პროპაგანდას ვერ განვიხილავთ მხოლოდ ლოკალურ კონტექსტში. ჩვენ უნდა განვიხილოთ, რომ გლობალურად იმდენი გამოწვევები არსებობს და ნახე როგორც ფაზლი როა იყო, ოღონდ ფაზლი ადრე თუ იყო, რომ რაღაცა უნდა დაგეკავშირებინა ერთმანეთსგან. ეხლა ნებისმიერი ორი ფიგურა შეგიძლია შეაწებო ერთმანეთს და თქვა, რომ მე ესე მომწონს, აი ჩემი ლეგო ესე გამოიყურა. მე ვამბობ, რომ საქართველო უნდა იყოს კავკასიაში ნეიტრალიტეტის მომხრე ქვეყანა და არ გვინდა არც ერთი და კითხვას არ უსვამს იქ არავინ, იმიტომ რომ თავისნაირი ტიპები ყავთ მოწვეული და აბა რა, მაგას რა ჯობია და აი აქ უკვე შემოდის ის, რომ არანაირი კომპეტენცია, განათლება და პასუხისმგებლობა ამ ადამიანებს არ აქვთ. აქედან გამომდინარე, მე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მივესალმები სატელევიზიო მედიის ჩამოშლას იმ პირობებში, რომ ვიღაცა ფასკუნჯიდან რო ამოხტება ის კაცი არ იყოს ცენტრალური ფიგურა, მაინც შიშით უყურებ მომავალს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მზად იმ სტრატეგიული გამოწვევებისთვის, რასაც ჰიბრიდული ომი მოიტანს საქართველოში, რომელიც უკვე დადგა თუნდაც YouTube-ზე და TikTok-ზე. ხო, მაგრამ ეს ჰიბრიდული ომი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს, ანუ შეიძლება ეხლა რაღაც უფრო ნათელი იყოს, რომ დავუშვათ ტელევიზიამ პირობითად რომ მოჭამა და პირობითად CNN X-მა ჩაანაცვლა, ხო, ეგ მარტო ქართულ მედიას არ უდგას ეგ პრობლემა, მაგრამ ზოგადად ამ ომში ძალიან დიდი ხანია ვართ რა და ეგ ომი კიდე ანუ ხალხის ტვინებისთვის მოდი რაღაც მომენტზე ვილაპარაკებ, ხო? ერთად რო დავსვი დიდი ხანია ვართ, მაგრამ ეხლა არის რაღაც მომენტი, როცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, მაგასაც კი არ ვფიქრობ, აი რამინდა თქვა, ეხლა აზრი რო დავასრულო, რომ აი შენ რაც წამოვიდე თეონა. ანუ პროპაგანდის მიზანი მე ვემხრობი ამ იმას რა ამ მოსაზრებას რომ პროპაგანდის მიზანი არ არის ვინმე დაარწმუნოს. არ არის პროპაგანდის მიზანი არ არის რომ აი ზოგადად მოსახლეობის უმრავლესობა რამეში დაარწმუნოს. პროპაგანდის მიზანი ამ აი შედაც ამ პოსტსიმართლეწლიური პროპაგანდის მიზანი არის რომ სიმართლე სადარი ხო ანუ მიხვიდე დასკვნამდე რომ არ არსებობს სიმართლე. უნდა დაგაბნიოს და დაგხალოს და თქვა რომ უნდა იყოს და დაღლინო რომ აი ყველას დედაც ვაკიდე რა აი იმას ქნიათ უკაცრავად და პატრონი ყველას და ყველაფერს მე ამ სოფლიოში აღარ ვიცი სადაა თეთრი სადაა შავი სადაა რუხი რა თავარი არის იყოს უწყვეტი ნიაღვარი რომელიც შენ ლოგიკას ვეღარ იჭერ მე ლოგიკაში ვერ მიყვები ამ გზით მიდის რუსული პროპაგანდას და ამ გზით მიდის პროპაგანდა აქაც ყველაზე მარტივი რატო იჯერებენ აი ათასობით ადამიანს რატო ჯერენ სოფლიოში შეთქმულების თეორიების იმიტომ რომ შეთქმულების თეორიების უმრავლესობა ადამიანებს აძლევს მარტივ ვერსიას. მარტივ ვერსიას თავაზობს სიტუაციის რა. ის კი არა რომ აი რა ვიცი თუნდაც კოვიდთან დაკავშირებით სიტუაცია იყო რთული, კომპლექსური და ამ პრობლემური, უამრავი რაღაცა ყოველდღე იცვლებოდა ინფორმაცია როგორ წარმოიშვა, მე როგორ უნდა დაუპირისპირდეთ. ეხლა შენ ადექი და მიყევი ეხლა იქ მე რო ვიჯექი გიჟივით და რამდენი ადამიანი აბა ეს ვაქცინა როდის იქნება, რამდენ თვეში იქნება, იქ რაღაც იცვლებოდა, სულ ეს დაემატა, ეს სახეობა დაემატა, ეხლა ვაქცინის ადაპტაცია უნდა მოხდეს და არ უნდა ადამიანს ეს რთული სცენარები რა. მისთვის უფრო მარტივია თქვას, რომ იცი რა არის, ვიღაცა მოიგონა შენი ჭირიმე და ტყუილია ეს ყველაფერი ვაქცინაც აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილია. დამანება თავი ჩემ დაჭუჭი ვიქნები ვაქცინა არა ის თქვენი დედავატირე. ხდები ანუ ძალიან ადვილია, კომფორტულია რა ვერსია, აი ძალიან სასაცილოდ რო ვთქვა და მარტივად ეხა
აი დედამიწა თუ მრგვალია, ხო? აი წარმოიდგინე რამდენი რამე უნდა გაიგო შენ იმის შესახებ, საერთოდ როგორ კიდია კაცო ამხელა კოსმოსში ხო იქ გრავიტაცია ფიზიკა ესა ისა სამყარო აი ამხელა თუ არის რა საშინელება ანუ მართლა ძალიან ძნელია ხო აი ამ ყველაფერს მიხვდე და გააცნობიერო აი დღემდე ხო ფიზიკის თვალსაზრისით და ტექნოლოგიის თვალსაზრისით რამდენჯერ გავიგე თვითფრინავი როგორ დაფრინავს ხო მაგრამ აი ჩემს მაინც აღწრება რომ უყურებ რომ აი რკინა დაფრინავს რა და მირჩენია მარტივი ვერსია მქონდეს რომ დედამიწა არის წელი ძმაო და დგას რაღაცა ტაბურეტკაზე რა არც მინდა ხა ფიზიკა მექანიკა გრავიტაცია ტაბურეტკაზე დგას რა ძმაო და ძალიან მარტივად ასეთი წელია ხო აი ადამიანები ამიტომ მიყვებიან შეთქმულების თეორიებს ხო ოდითგანვე და ეხლა ხო ამას ძალიან კარგად იყენებენ პროპაგანდები მარტო ქართული არა და ქართული პროპაგანდა არ არის ხო ქართული რომ დაუკვირდე დაკვირვებაც არ უნდა დიდად უბრალოდ უნდა იცოდე უნდა უყურებდე იმათ არის აბსოლუტური კალკი რუსული პროპაგანდის და ბელორუსული სხვათა შორის ამას წერათ ამომიგდო ხო იცი როგორ არის YouTube-ი გთავაზობს რა მოკლედ ჩემი ინტერესები ვიცით და ამომიგდო და მე მიყვება გიგდებს და ამომიგდო ლუკაშენკოს ერთი ინტერვიუ ვუყურე მე ამიტომ მეორე მესამე მეოთხე და ანუ ჩვენ ბელორუსზე ჩემი აზრით ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ცოტა შედარებაც უნდა გავაკეთოთ საქართველოს ვერ გახდება ბელორუსი ნამდვილად თქო უარესი შეიძლება გახდეს კი ეს არის უარესი შეიძლება გახდეს და რა მაგ თუ დრო გვაქვს ვიტყვი მაგას რატომ მაგრამ ეხლა სხვა რაღაცა მინდა გითხრა აი რომ მოусმინოთ როგორ მინდა იცი უბრალოდ არავინ არ უყურებს ეხლა 1.5 საათიანია მეორე 1 საათი იმის მონტაჟიც არ შემილია ეხლა აი როგორ მინდა იცი რომ ეს ინტერვიუ ყველა ადამიანმა ნახოს საქართველოში იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ვართ რა ეტაპზე ბელორუსი ხა ლუკაშენკოს დიქტატურა ქონდა ისე გარდაიცვალა დემოკრატია ბელორუსში არც მოასწრო დაბადება ხო ძალიან პატარა ფანჯარა იყო საბჭოთა კავშირის დაშლის მერე და საბჭოთა კავშირიდან გამოყოლილი უზენაესი საბჭოთი იმართებოდა ქვეყანადან თავის კოლხოზებით და ხო ანუ ვერც მოასწრო მოკლედ დაბადება არ არის თქვა მინდოდა ხო ანუ მაგრამ ნახეთ ყველაზე დიდი წნეხი და სულ გარბოდა იქიდან ხალხი ზოგი ციხეში იშდა მაგრამ აი 20-20-ის პროტესტის მერე კატასტროფა მოხდა ანუ 600,000 ადამიანი მინიმუმ არის გაქცეული მე შევხვედრი ვარ ამ ადამიანებს ემიგრაციაში მისაუბრია მათთან მედია ტიპები ვიცი ძალიან ხშირად გქონია ურთიერთობა როგორ ყვებიან ამ ამბავს რომ აი როგორ ხდებოდა რომ ილუზიაც კი აღარ ხდება ტელევიზიებზე აღარ არის ლაპარაკი აი ონლაინ მედიაზეა ლაპარაკი რა რედაქციებში როგორ შედიოდნენ უკვე როგორ იჭერდნენ ერთს ორს მერე დანარჩენები როგორ აი იძულებულები გახდნენ რომ გაქცეულიყვნენ და როგორ გაიყვანეს ოჯახები თან მათ არც ის ჰქონდათ რა ქვია უბიზო მიმოსვლა და მათი გაყვანა კიდე ქვეყნიდან იყო ევროპის თავის ტკივილი და ასე შემდეგ რა და ლუკაშენკო როგორი ბედნიერი ლაპარაკობს ადგილობრივი ჟურნალისტები ვერ ეკითხებიან რატომღაც, მაგრამ იქ BBC ჟურნალისტი, უცხოური მედიის ჟურნალისტები ეკითხებიან ხომ და სხვათა შორის ძალიან უყვარს ლუკაშენკოს უცხოელ ჟურნალისტებთან ლაპარაკი. და მკითხეთ რაც გინდათ, ეუბნება და იქ ესეც მე საშინელებებს ეუბნება და ანუ რიტორიკა რა იყო აი ამ შარშანდელ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, რა გინდათო კაცო? შენ ხო უშვებთო ქვეყნიდან, გარბიანო. ხო. ვისაც უნდაო ხო უშვებთო. ზუსტად ეს იყო რასაც ვიძინე. ანუ 600,000 ადამიანი გაიქცა 20-20 წლის რეპრესიების ახალი ტალღის მერე საქართველოს რო გადმოიყვანო სადღაც 220,000 ადამიანი რო გაიქცეს ახლა კიდე საქართველოს ვიღაცები უკვე გაიქცნენ ბოლო 2 წელში მაგრამ კიდე რო ახლა 220,000 ადამიანი გაიქცეს და აი ზუსტად მივხვდი რომ ესენ მანამდეც ვამბობდი ხოლმე Facebook-ზე სულ წერდი რომ ამათი მთავარი ამოცანა რომ გავიქცეთ ხალხო ჩვენ რაკიდან მაგრამ აი როგორც კი შედუყურებ ლუკაშენკოს რა ბედნიერი ლაპარაკობს ამაზე როგორც კი უყურებ აი რუს ტიპებს ხო ბლოგერებს რავი პუტინს თუნდაც მოусმენ ხვდები რომ ეს არის ერთი სცენარი ესენი ამათ უბრალოდ გადმოაქვთ ეს სცენარი გუშინ უყურებდი რა გვარია მაჭარაშვილი თუ რაღაც გვარი იმეზე იჯდა ქოცი ახალგაზრდა და ესენიო არიანო უცად რა შეძახიან დახალფასებული? არა, რადიკალი და ისა ექსტრემისტი. ექსტრემიზმის მუხლით არის აღძრული ბელორუსში ყველა მედიაზე საქმე. ანუ ესენიო არიანო, ეს NGO-ები არიანო, ექსტრემისტები. ანუ არ დარწმუნებული ვარ ამან არც კი იცის.
რას ამბობს. ამას დაუწერეს და ამბობს. დარწმუნებული ვარ, არც მოусმენია, არც რუსული პროპაგანდა არ იცის, საერთოდ ჭურში არიან ვიღაც ტიპები ამოიყვანეს რაღაც ჭურიდან დასვეს და ამეორებინებენ. მაგრამ რატო ვამბობ, რომ ეს იყო ჩემთვის საინტერესო, ეს ლუკაშენკოს ცინიზმი, როგორ ლაპარაკობს. რა გინდათო, ხო გარბისო. ის კალესნიკოვი არის, ხო ეხლა რომ გამოუშვეს, იმაზე ეკითხებიან და რა პრობლემაო, დაწეროსო შეწყალებაო და გამოუშვებთო, რატო არ წერს? აი, ზუსტად ერთნაირი რაღაცებს გავსი ტექსტები, ხო? საქართველოში ხარ ახდება, რატო ძალიან ზუსტად იცის პროპაგანდამ და რეჟიმმა, რასაც აკეთებს. მისთვის თავი ამოცანაა, რომ აქედან სადღაც 100,000 ადამიანი გაიქცეს. და რომ მეტი არ არის ვინც 100,000 აქტიური ადამიანი, ვინც ქუჩაში დგას. ხო, ახლა ვიცით რომ პროტესტი შეიძლება იყოს დიდი, პროტესტს განიცდიდეს საპროტესტო განწყობებს მილიონი ადამიანი, მაგრამ მხოლოდ 10% არის, ნუ სტატისტიკურადაც ეგრე არის საერთოდ, რომ ყველა არ გამოდის ქუჩაში სხვადასხვა მიზეზების გამო, ხო? ეს 2 წელი ხო შიშს თესავდნენ და ეხლა მთავარია, რომ ეს აქტიური ადამიანები გაიქცნენ ქვეყნიდან. და ეს ისეთი ეტაპია ეხლა რომ ეს შემთხვევითი არ არის თუნდაც ეს კანონი ეხლა რომ შეაქვთ კიდე ხო ანუ მან შეიძლება ერთი დაიჭირონ და მე გამყინავი ეფექტი კონდეს სხვებზე და ვიღაცები გაიქცნენ ქვეყნიდან შემდეგი ეტაპი ეგ არის მოკლედ ამათ უნდათ რომ გააქციონ ქვეყნიდან ადამიანები და ამიტომ ეხლა შემოაქვთ ეს რომ აი ესენი არიან ექსტრემისტები, რა ნუდიხანი ეგ შემოაქვთ, მაგრამ ეხლა ძალიან ტარგეტირებულად შემოაქვთ მოკლედ რა, რომ აი ეს თავისი რეჟიმის რაღაც კონტურების შეკრა დაასრულონ. ვერ ასრულებენ, ანუ ეს გააკეთეს, მაგრამ მაინც რაღაცა ვერ შეკრეს კონტურები, წრე ვერ ჩაკეტეს და აი ეხლა ეს საქმე აქვთ გასაკეთებელი და ანუ იმედი პროპაგანდა ჭირდებათ, ეხლა ძალიან ჭირდებათ. ხო, ნუ მარტო იმედის იმედზე ვერ იქნებიან რა თქმა უნდა. მე ცოტა ოდნავ ოპტიმიზმ შევიდა, თუმცა მე არა ვარ რაღაცა ეს ზედმეტად ოპტიმისტი ადამიანი. 20-20 საპროტესტო მოძრაობა ჩაახშო ლუკაშენკომ დაახლოებით 30 დღეში და ეგ ვადა მისცა, იმიტომ რომ მათ იცოდნენ, მათ მზაობა იყო, რომ 20 იანვარს ყველაფერი დასრულდება და ზუსტად ერთ-ერთი რო იყო რასაც ამბობს. მეორეც ერთი, მოდი ესეთ რაღაცაზე შევთანხმდეთ. როგორ შეიძლება რომ ბელორუსი დავიცვა საქართველოს და შედარებით სიგიჟეა, იმიტომ რომ უარესი ხდება, მაგრამ ტექნიკურად გულწრფელად რა ვთქვათ, ბევრად სოციალური ქვეყანა არის. აი ამაზე თუ გინდათ გეტყვით მეც მაგაზე, რა თქმა უნდა დიდი განსხვავებაა. ბევრად უფრო მორგებულია, ანუ იქ რეალურად ფასებიც უფრო დაბალია, რეალურად ჯანდაცვა არის ძალიან განვითარებული, იმიტომ რომ გვამური ტრანსპლანტაციიდან დაწყებული თითქმის ყველაფერი. ამიტომ თქვი თეონა რომ საქართველოს ვერ გახდება ბელორუსი, მაგრამ უარესი შეიძლება გახდეს და თუ მომცემთ დროს ვიტყვი რას გულისხმობდი, მეც იმიტომ რომ ვეთანხმები თეონას აბსოლუტურად. და მეორე ლუკაშენკოს და ღარიბაშვილის მეთქი ღარიბაშვილის მეც მალე გაიზარდა. ყვილარ და კობახიძის შედარება არ შეიძლება ერთმანეთთან ტიპაჟურად, იმიტომ რომ აი როგორც შენ თქვი, ხა ჩვენ ხო რაღაც კონტექსტებს განვიხილავთ. ეს კაცი საბჭოთა კავშირიდან სტაბილურად მოდის აქამდე, ანუ რეალურად ბელორუსის ის მოსახლეობა, რომელიც არის მისი მხარდამჭერი, სტაბილური მხარდამჭერი. ხა შენ წარმოიდგინე ქართველი ტიპი, რომელიც ჯერ ზვიადი იყო, მერე შევარდნაძე, მერე მიშა, ანუ ჩვენი ტვინი სხვანაირად მუშაობს, მაგრამ ერთი რამე, აი რასაც აუცილებლად ვიტყვი, რომ ეს იქნება ჰიბრიდული ჩეჩნეთის, ანუ აბსოლუტურად განადგურებული ნარკოტიკით, განადგურებული კოლ-ცენტრებით ასე შემდეგ და პლუს დამატებული დიქტატურა. ანუ რა ვიცი, დიქტატურა თუ სიმდიდრე მაინც იყოს თქო, მაგას ხუმრობ ხა რა თქმა უნდა, ძალზურია, მაგრამ ნახე მაინც იყო. ნახე, მე როცა ვამბობ, რომ ამათ გადმოაქვთ რაღაცა სცენარი, თუნდაც გაქცევის სცენარი, რომ ხალხი გაქცევა აიძულონ ეს არის უკვე აპრობირებული, იმუშავა, იმიტომ რომ გაიქცნენ, ახლა რუსები, ბელორუსების ნაწილი არის გაქცეული და საერთოდ საზღვარგარეთ ჩხუბობენ ერთმანეთთან, იქ ლანძღავენ ერთმანეთს, პუტინს აღარ ლანძღავენ, მე მგონი ერთმანეთს ლანძღავენ, ხო და ძალიან აწყობს, ეს ძალიან კომფორტულია რეჟიმისთვის, ანუ რაღაცეები იქ უკვე აპრობირებულია და პირდაპირ გადმოაქვთ ამათ, მაგრამ რატო ვერ გახდება ბელორუსი, მეც ვიტყვი რა, მოკლედ გავაგრძელებ იმას, რაც თეონამ თქვა, ბელორუსს აქვს აბსოლუტურად სხვა რეალობა იმ დღიდან, რაც გამოიყო საბჭოთა კავშირის, ჯერ ერთი იქ არ ყოფილა არანაირი ეროვნულ განათავისუფლებელი მოძრაობა, შემთხვევით და ესა დამოუკიდებლობა, რომელიც მათთვის უფრო ქაოსს
ხაოსთან ასოცირდებოდა, მაგრამ ბელორუსმა საქართველოსგან განსხვავებით შეინარჩუნა ინდუსტრიული ბმა რუსეთთან. საქართველოში ყველაფერი ჩაიჭრა საბჭოთა არა, ნახე, ინდუსტრიული ბმა შეინარჩუნა, ენერგეტიკული ბმა შეინარჩუნა, რუსეთის ენერგეტიკული სისტემის ნაწილია და რა ვიცი, მისი ბაზარი არის რუსეთი და პირიქით, ანუ ის აბსოლუტურად ინტეგრირებული დარჩა. რაღაცა წყვეტა თითქოს მოხდა, მაგრამ მე ლუკაშენკომ ეს ყოფილი აღადგინა, გაამყარა და რაც თორია სამხედრო თვალსაზრისით ფაქტიურად განუყოფელი ნაწილია რუსეთის ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა აქვს და რაღაცა ერთი ქვეყანა აქვს და მაშინ უკრაინაში ბელორუსიდან შეიჭრა ბოლო-ბოლო, ხო? რუსეთი, ანუ მისი თავდაცვის სისტემის გაგრძელებაა ლუკაშენკო და იმდენად ინტეგრირებულია დღეს, რომ ანუ ნახე რა განსხვავებაა ჩემი აზრით საქართველოს და ბელორუსს შორის ამ რუსეთთან მიმართებაში. ბელორუსი რუსეთისთვის არის აქტივი. ანუ სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით არის მისი ბუფერი, თქვა ნატოს ქვეყნებთან და რაღაცა სამხედრო პლაცდარმიც არის, ხო? და ეს არის აქტივი, რომელსაც უფრთხილდებიან ინახავენ და საქართველოს რუსეთისთვის არის ინსტრუმენტი. რომელიც უნდა მოიხმარო, ეხლა დაბლაგდება და არაუშავს კაცო რაღაცა, ანუ ინსტრუმენტი იმისათვის, რომ რეგიონში არიოს ვითარება. აქ დასავლეთ ფეხი არ შემოადგმევინოს, გააგდოს დასავლეთი კავკასიიდან, ხო? და ამიტომ რუსეთს, აი ხშირად ამბობენ ხოლმე ეს დისკუსიები არის ჩვენთან, რომ საქართველოს იქნებ მე საერთოდ რუსეთისკენ თუ წავალთ და ზოგი შიშით ამბობს, რომ მე რუსეთმა რო აიყვანოს ესენი დოტაციაზე და სუბსიდიაზე, არ მოხდება ეს, იმიტომ რომ რუსეთის ინტერესში არ არის ძლიერი და სტაბილური საქართველო, თუნდაც სტაბილური რეჟიმი. ანუ ეს რეჟიმი რომც მოიპოვოს აქ ძალიან მინდა რომ მომცეთ დრო რომ ეს აზრი დავასრულო, ნახეთ და მეტი დიდი არც არაფერი მაქვს თქვენ. რომც ამ რეჟიმმა დაამყაროს დიქტატურა, ის აქ ვერ დასტაბილიზდება, ისე როგორც დასტაბილიზდა ლუკაშენკო. პუტინის ინტერესებში არის რომ ლუკაშენკოს რეჟიმი იყოს სტაბილური და რა თქმა უნდა იქ სოციალური ვითარება მართლა უკეთესია, ხელფასები უკეთესია და ასე შემდეგ, რა ვიცი მე, იაფი ნავთობი, იაფი გაზი ბელორუსისთვის და ლუკაშენკოს რეჟიმი ამით ინარჩუნებს სტაბილურობას, პლუს ის რომ მართლა ამ ხალხს არ ქონია რა ის რომ რაღაც საბჭოთა კავშირო დაინგრა, გული წდებოდათ უბრალოდ, არ უნდათ ქაოსი და გაუხარდათ რომ ლუკაშენკომ რომ დაამყარა ეს თანდათან რომ გაიმყარა რეჟიმი, ძალიან მწვანე ქონდა, მოკლედ ხანდახან იყო რაღაცა პროტესტები, არც არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლა ქონიათ, საერთოდ არ ქონიათ თავისუფალი ტელევიზია. და რაც სავარი ივიზო და არც უვიზო არ ქონია. 2095-ში თუ ასე ლუკაშენკო მოსული ხელისუფლებაში 2020-ში 25 წელი. 14-ში მოვიდა, მე საპრეზიდენტო არჩევნებში, მე პარლამენტი გავქო, მე საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა, ვადები ნელ-ნელა მე კონსტიტუცია შეცვალა, ვადები საერთოდ მოიხმარა. ანუ ისი თქვა მინდა, იცი ჩვენ საქართველოში გქონდა დემოკრატია, მეტნაკლები, ანუ ჩვენთან იყოს უბედურება, ქაოსი შეიძლება, მაგრამ ჩვენთან ხელისუფლება შეცვლილია არჩევნებით. ჩვენთან თავისუფალი არასახელისუფლო, მოდი ესე ვიტყვი, რახან ინსტიტუციურად ჯერ არ არის მყარი კი არა და ვერ შედგა. არასახელისუფლო მედიის ხიბლი ჩვენ ვიცით რა არის, ხო? ბელორუსში მსგავსი არც კი უნახავთ, საერთოდ, მაგრამ სულ სხვა რამეზე მინდა ლაპარაკი, აი, თქვა დაამყარა ივანიშვილმა რეჟიმი, როგორ უნდა შეინახოს ეს რეჟიმი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რუსეთის იმედზე უბრალოდ ვერ იქნება. რუსეთი აი ამათ წყალს არ გაუწოდებს ზუსტად, რაც უფრო ჩამხრჩვალი იქნება საქართველოს უკეთესია რუსეთისთვის, ანუ არც სტაბილურობა ჭირდება, აქ არც ისჭირდება რომ საქართველოს მდიდარი იყოს და არაფერი არ ჭირდება, მას უნდა რომ აქ იყოს დიდი წუმპე. შესაბამისად, აი რა განსხვავებაა კიდე ბელორუსს და საქართველოს შორის, ბელორუსში პრაქტიკულად კერძო ბიზნესი მერე ნელ-ნელა გასდროყო. სახელმწიფო საკუთრება იყო და დღემდე არის დიდი ქარხნები, რაღაცა კოლხოზები და ისინი ისევ არსებობს იქ რა. ანუ სახელმწიფო იყო უდიდესი დამსაქმებელი წლების მანძილზე. დღემდე აი 40%-ია დასაქმებული სახელმწიფო ასაქმებს 40%. გაჩნდა კერძო სექტორი, რა თქმა უნდა, არის კერძო ბიზნესი, მაგრამ აი უფრო საცალო ქსელები, რაღაც მცირე ბიზნესები და ასე შემდეგ. ანუ სახელმწიფო ეკონომიკა აქვს ფაქტიურად ლუკაშენკოს და შესაბამისად რუსეთი იქვე აქვს სტაბილურობისთვის ეკონომიკური ბაზარი იქით აქეთ.
და საქართველოს აბსოლუტურად სხვა ტიპის ეკონომიკა ქონდა. საქართველოს ქონდა ღია ეკონომიკა. მოგწონდა, არ მოგწონდა. ეს არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ეს არის დამოკიდებული ნდობაზე და რეპუტაციაზე, რომ აქ ვინმე აი თეონა მაგის მეტი რა იცის, რომ აქ ვინმე შემოვიდეს, ადამიანები დასაქმდნენ, ეკონომიკა გაიზარდოს. ანუ საქართველოს ბელორუსის თვალსაზრისით, ბელორუსის მსგავსად ვერ იქნება თუ აქ რეჟიმი დამყარდა, რეჟიმი ჩავარდება ფინანსურ და ეკონომიკურ კოლაფსში. ანუ ვერ დასტაბილურდება ფინანსურად რეჟიმი. აი ამის თქვა მინდოდა და ანუ ბელორუსი კი არ იქნება თუ აქ დიქტატურა დამყარდა. ბელორუსზე ბევრად უარესი იქნება, ანუ აქ იქნება ოფიციალური შიმშილი. აი ეს კი, ზუსტად ეს. შეერი მთიანი ბელარუსი. ბელარუსი აქ რატო არ გამოვა რა? არის ის მომენტი, რომ თუ ბელარუსი არის თვითკმარი ეკონომიკურად, აქ ეს გაჭირდება და ამათ უნდათ ერთდროულად რომ მე სიტყვას ქვეყნიდან წავიდე, მაგრამ ფულს მაინც ვაგზავნით, რომ ეკონომიკაში შემოდინებები ჰქონდეთ. ხო, ეხლა მაგალითად ემიგრანტების საკითხი რო ავიღოთ, ამათ ინტერესშია რომ ემიგრანტი ფულს აგზავნიდეს, ოღონდ ამავდროულად ამ ემიგრანტს ეუბნებიან, რომ შენ ხმის უფლება არა გაქვს, შენ არ შეგიძლია ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რაღაც მონაწილეობა მიიღო, ანუ ერთდროულად ადამიანს ეუბნებიან, რომ შენ არაფერს არ წარმოვადგენ ამ ქვეყნისთვის და პლუს ეუბნებიან, რომ ფული გამოაგზავნე, ფულს მივიღებ შენსაც რა და ნუ ეს გასაგები, ამიტომაც ცდილობენ სხვა შორის არაბებთან დაალაგებასაც, იმიტომ აი თავიანთ რიტორიკიდან გამომდინარე ელემენტარულად აქ ახლა არაბების ჩამოსახლება მართლა ისედაც და ასეთაც შეიძლება ზოგადად ნებისმიერი ეგეთი დიდი რაოდენობით ვინმეს შემოსვლა შეიძლება პრობლემა იყოს, მაგრამ ამათ რიტორიკაში ხო საერთოდ არ უნდა ჯდებოდეს, ხო ეგეთი რაღაცა, მაგრამ ოღონდ ფული ვინმე შემოიტანს და ნუ ამათ აბსოლუტურად სრულიად თებულენგი შემოიტანს თუ ჰაბიბ იბნ მასლამა ნახდა რა ინტერესებს რა. მაგრამ ეხლა აი პროპაგანდის ნაწილს რო დაუბრუნდით, ანუ აი თეონა შენ საუბრობდი სოციალებზე და ეგრეთ წოდებულ პოსტ სიმართლის ეპოქაზე რა. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ ხა ამ იმედით რა იწყება, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი ფული და ძალისხმევა სოციალებში წავა, იმიტომ რომ რაღაც ვარიანტში შეიძლება იფიქროს, საერთოდ აღარავითარი ძალისხმევა არ დაჭირდება, თუ ამათ აქ სიტუაცია მოახერხოს და მოგუდეს. იცი რა, მე საერთოდ აი ამ რაღაცა მოხრჩობის და მოგუდეს რაღაცა ბოლო ეტაპის არ მჯერა, მით უმეტეს თანამედროვე კონტექსტიდან გამომდინარე და ეხლა აგიხსნი რატო? იმიტომ რომ დრო შეიცვალა, ანუ სხვათა შორის ვიღაცა მითხრა და ძალიან მომეწონა ესეთ პირად შეხვედრაზე ძალიან მაღალი რანგის ადამიანია, რომელიც აზერბაიჯანში ცხოვრობს, რომ ალიევს ჩვენებისთვის უთქვამს, რომ თქვენო გენაცვალეო დაგაგვიანდათ ხუმრობით რაღაც დიქტატურის დამყარება, იმიტომ რომ ევროპის კარი გახსენითო, ეს ახალგაზრდები წავიდნენ, ჩამოვიდნენ, ანუ უვიზომ ძალიან ხელი შეუშალა ამათ იმ ცნობიერების ჩამოყალიბებაში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგალითად ლუკაშენკოსთან მიმართებაში. მე არ მინდა რომ რაღაც ბელორუსიელ ხალხს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ძალიან განსხვავდება ახალგაზრდები და თუნდაც უფროსი თაობა. მოდი მარტო ახალგაზრდებზე ნუ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ემიგრაციაში წასულები არიან 50 წლიდან ზემოთ ქალების დიდი ნაწილი, რომელიც მე აქ აგზავნის ფულს. შენ რაც თქვი ამ ფულის გაკონტროლება უნდათ, მაგრამ ეს ესე მარტივად არ გამოვა. თუ გააკონტროლებენ, კაია და ეს ქრები თუ ონლაინ გემბლინგში არ დახარჯავენ ამ ფულს. ცუდი არ იქნება. მაგრამ იმის ახსნა მინდა, რომ სოციალური ქსელების გამოყენების მიმართულებითაც ქართულმა ოცნებამ საკმაოდ ადრე აითვისა ყველა ის იარაღი, რომელიც მაშინ არსებობდა. ეს იყო ტროლების მიერ შექმნილი საზოგადოებრივი განწყობა, რასაც არ ვიცი თქვენ დაკვირვები ხართ თუ არა, მაგრამ ტროლების დიდი ნაწილი, ეს ფოტოები და ვიდეოები, ფოტოები რა, ვინც რაღაცებს წერენ, არის შუახნის ან ცოტა უფროსი ადამიანები, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიქნან იმის განცდა, რომ აი რაღაც საქართველოში უფროსი თაობა ესე ფიქრობს და სანამ ესენი არ გადაშენდებიან, არაფერი არ იქნება და რაღაცნაირად დაგვაჯერონ, რომ მომავალი ჩვენ არ გვაქვს, სანამ რაღაც თაობები არ შეიცვლება. მოხრჩობას რაც შეეხება, ესენი ამ მოგუდვის პროცესში თვითონაც ძალიან ბევრ პრობლემებს აწყდებიან და ეს პრობლემები არის ძალიან კონკრეტული ხასიათის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამათ არ გამოვათ ტექნიკური უნივერსიტეტის და სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს პრეცედენტი, როგორ დაუდგნენ ქართული ოცნების მომხრეები მათვე წინააღმდეგ. შანსი არა ზუსტად ამიტომ გააკეთებენ ყველაფერს რომ გამოვიდეთ.
და რაც უფრო მეტად მიაწვევიან, მით უფრო მეტი უკანონობის ჩადენა მოუწევთ, იმიტომ რომ უკვე იქაც არიან ადამიანები, ვინც ხვდებიან, რომ ეს არის მათი სიკვდილსიცოცხლის საქმე, იმიტომ რომ ნახეს ქართულ მოცნებამ რამდენჯერ გადააგდო ადამიანები, ვთქვათ, იგივე მეშახტეები, იგივე ვთქვათ, სხვა ტიპის, ესე ვთქვათ, პროტესტი, რომელიც ჩაახშვეს რაღაცა დამოკიდებულებით, რომ მოდი რაღაც შევცვალოთ და აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს პროტესტი მათაც ძალიან ძვირად უჯდებათ რა. და კიდე საჯარო დაკვირვება, იმიტომ რომ ჩვენ ევროპის წინაშე ბევრად მეტი პასუხისმგებლობა ავიღეთ ამ მთავრობამ, ვიდრე აიღო ვთქვათ იგივე ბელორუსმა, რომელმაც იცოდა, რომ იქ იყო დიქტატურა. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ შეიძლება დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვრეთ, მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა, მაგრამ ჩვენ დემოკრატიის იმიტაციაშიც ვიცხოვრეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ 2000 სანამ არ გამოვიდა კიდე ღარიბაშვილს ვიძახი და რაღაცა კარგია ეს, რომ ღარიბაშვილს და იმას ერთმანეთს კობახიძეს მიუსვამენ მალე ერთმანეთს. სანამ კობახიძეს არ გამოვიდა და არ თქვა, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ევროპაზე, ჩემი მეგობრების და ნაცნობების დიდი ნაწილი, ვიზეთ ჩვენ უფრო სუფრასთან აი ლაპარაკობდნენ, რომ რატო კაცო ქოცები, რატო არ არიან დემოკრატები, როცა აგერ უვიზო გვაქვს, აი ზუსტად ამ ნარატივით საუბრობდნენ. ბოლო 1 წელი დავინახეთ ჩვენ სარკეში და ეს ყველაფერი ჩემთვის გავს პინოქიო არ ვიცი გახსოვთ თუ არა მულტფილმი გასართობ ცენტრში რო არიან და კარს რო მოუხურავენ და მე ვირებად რო გადაიქცევენ აი ამ პროცესში ვართ აი ამ რაღაცა შემოღობის პროცესში ვართ და ჩვენ ამისთვის მზაობა ქართულ მოცემამ დიდი ხანია დაიწყო იმიტომ რომ სოციალური ქსოვილი მოარღია იგივე სოციმედიაში რაღაცა ვთქვათ ტროლების და ბოტების ანგარიშები შექმნა მაგრამ რა იქნება შემდეგი იქნება ჩემი აზრით მცდელობა რომ მაინც მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე გავლენა, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ამათმა ისე ტოტალური კონტროლი მოახდინონ, რომ არ დაჭირდეთ საერთოდ მომხრეები. ანუ არ მაქვს მაგის ილუზია, მაგრამ ამ მომხრეების შეძენას დაიწყებენ სხვა მეთოდებით. ის შალვა რამიშვილის სატელევიზიო პრუტუნით კი არა, ან მაგდა ანიკაშვილის რაღაცა უაზრო სიუჟეტებით, აი ზუსტად აი ამ ყველაფერზე კითხვის დასმით, რომ გვინდა ევროპა? აი რაში გვინდა ევროპა? რაში გვჭირდება ვთქვათ დასავლური ღირებულებები, როცა დასავლეთში ხედავთ რა ხდება და აი ამისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მზად, რომ აი კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ინფორმაციების, მესეჯ ბოქსების იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს და მათი მერე დეკოდირება, რომ რატო ლაპარაკობენ ნეიტრალიტეტზე, რა იგულისხმება ნეიტრალიტეტში. და ეს არის დიდი ამოცანა, ეს არის ჰიბრიდული ომის შემდეგი ეტაპი, რომელიც არ არის პირდაპირ არ მოდის და არ გესვრის, არამედ არის პარტიზანული. სადღაც რაღაცას აფეთქებს და შენ მერე იქ გიწევს ამ გაყვამლულ ოთახში, ესე ვთქვათ, ორიენტირება, მაგრამ ჩვენ მგონია, რომ ამისთვის, როგორც საზოგადოება, ასევე მედიის ეს მხარე სამწუხაროდ მზად არა ვართ ბოლომდე და ვერ ხვდებით რამხელა ქსელს აყალიბებენ ისინი, რომელიც შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს დემოკრატიული პროცესებისთვის საქართველოში. აქ არის ერთი მომენტი, ხ მინუს უნდა დავესეს ხო რაღაცეებში და შენ ზოგი პასუხი უყურე. პირველი შეიძლება მე ძალიან კარგადაც ხვდები, მაგრამ ერთი რაღაც ძალიან სწორად უნდა შევაფასოთ რესურსების ბალანსი. ანუ, როდესაც ერთხელ ეს არის ძალიან ბევრი რესურსი, რაც არ უნდა უაზროდ ხარჯავდეს ის ერთი მხარე ამ რესურსს, რაღაც ხარისხში მაინც გადავა საბოლოო ჯამში. აი, შენ გაგვდი, აპინული ამდენი ხანია Facebook-ზე, ხო, კავკასია და როგორც ტელევიზიას კავკასიას გიჭირთ, ხო? ხო არ წარმოადგენს საიდუმლოს, ხო? და არ ახართ ამაში მარტო გამონაკლისები და ანუ კრიტიკულ აზრს და ოპოზიციურ აზრს რეალურად აი უჭირს. თუ ვინმე არის დღეს დახელფასებული, თვითონ რომ ესე უნამოსოდ იყენებენ. თუ ვინმე დახელფასებული, მათი პროპაგანდაა. მართლა და მართლა რა, ანუ და ეხა ამ პირობებში, როდესაც ერთ მხარეს არის თან მილიარდებს შევიშვათ, რომელიც ერთი ადამიანის ხელშია. მთელი სახელმწიფო აპარატის ფული, ანუ ეხა იმედში ვისაც მეაქვს რეკლამა, ის რატო არის ქართული ოცნების ფულისგან გამოყოფილი პირობითად რო აიღოთ. ანუ აქ ხარ ეს არის ძალიან დიდი რესურსები და რაც უნდა სწორად ხდებოდე მე რაში უნდა დავხარჯო ფული, მეორე მხარეს არის არა მარტო დაქსაქსული რაღაც ოპოზიციური აზრი, ოპოზიციური ჯგუფები, პარტიები, ოპოზიციური ტელევიზიებიც, რომელთა რაოდენობა ძალიან მცირეა და უფრო და უფრო ვთქვათ შემცირებისკენ მიდის, რა? და ანუ რას უნდა შენ სწორად გქონდეს დასახული, აქეთ ამ მხარეს, აი ეს მილიარდები, რაც უნდა ესენი შეცდომებს უშვებდნენ, ამათ აქვს ძალიან დიდი რესურსი, რომელიც აძლევს საშუალებას ამ შეცდომის გამოსწორებას. ანუ ჩვენი ერთდროულად პლუსით შეიძლება იყოს ოდესღაც, რომ ანუ რა კი აქეთ ამ მხარეს პროტესტს მაგალითად ლიდერი არ ჰყავდა, ამიტომ
გაგრძელდა ეს პროტესტი ამდენი ხნის განმავლობაში, როდესაც ლიდერი არ აყავს, ძნელია. ეხლა იქ საერთოდ ვიღაცებს დიო, მაგრამ აი ეგ მინუსი რა არის, იცი და ამათი პლუსი რა არის რა, ქოცნების რა. ამათი პლუსი ის არის, რომ როდესაც მათ რაღაც ვერტიკალი ჩამოაყალიბეს და ეს ვერტიკალი რო აქვს, ამ ვერტიკალს შიგნით თუ გაქვს ძალიან ბევრი რესურსი, შენ როგორც არ უნდა შეცდე, მაინც ასწორებ ამ შესწორებს რა და ეხლა ნინო რო შეცდეს პირობითად, მისი რესურსი რა არის, აი შენი შესწორების გამოსწორების რესურსი რა არის, აქ თავხარს. გეთანხმებით იმაში, რომ ერთ მხარეს არის ძალიან ცენტრალიზებული პროპაგანდისტული მანქანა, არც ერთი სიტყვა შემთხვევით არ ითქმება, არც იმედზე, არც ერთი ქოცი, ვერც ერთი ქოცი შემთხვევით ვერანაირ მესიჯის დისციპლინა არის თავიდან ბოლომდე. იტყვიან, რომ აბა ეხა შევესიოთ მაგალითად გერმანიის რომელიღაც ქალაქში რაღაცა, რა ვიცი მე, ძაღლმა პატრონს უკბინა. ყველა უნდა გამოეხმაუროს, რა ვიცი, აი ნებისმიერი დონის პროპაგანდისტი იმედზე, ეს უფრო სოლიდურად გამოიყურებიან. აი ყველა დონეზე ეს მესიჯი უნდა წავიდეს, ხო? რაღაცა ამერიკის რომელიღაც ქალაქში თოვლიანი ქუჩა ვერ გაწმენდა. ყველა ამას, ძალიან ცენტრალიზებულია, შეუზღუდავი ფინანსური რესურსებით აქამდე და ჩვენ აქ უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილი თავის ფულს არაფერში აღარ ხარჯავს. ივანიშვილის ფული შეგვიძლია გამოვრიცხოთ და გავიყვანოთ აქედან ამ თამაშიდან, იმიტომ რომ თავიდან დახარჯა ალბათ რაღაცები და მე რაღაცები ამოიღო ასმაგათ, არ უყვართ პოლიტიკაში მყოფ ხალხს, პოლიტიკაში პირადი ფულის ხარჯვა, პირიქით იმიტომ არიან პოლიტიკაში, რომ იქიდან წაიღონ, ხო, რაღაცები. ივანიშვილის ფული უნდა გამოვრიცხოთ, რომ რეჟიმს რაღაცნაირად გაამყარებს. თუმცა აი ეს შავი ფული, რომლის გენერაციაც ხდებოდა და ხდება ისევ, აი ამის კონცენტრაციაც ხდება, მე მგონი ახლა უფრო რაღაც ერთი მართვის ქვეშ, ერთი სარქველის ქვეშ და რომ უფრო ეფექტურად დაიხარჯოს და აუცილებლად მოხდება აი მართლა რაღაცა ოპტიმიზაცია. მოუწევთ რა მოკლედ იქიდან გამომდინარე, რაც მე ვთქვი, იმიტომ რომ რეჟიმს, რომელიც აი უცებ შოკურად გადადის ერთი ფორმაციიდან მეორეში, რომელსაც აბსოლუტურად აღარც ინვესტიცია აქვს, აღარც საერთაშორისო დახმარება აქვს, არაფერი აღარ აქვს, იმას უწევს მოკლედ რა, კამრების შემოჭერა. და ამას იგრძნობენ მათი ხარდამჭერებს. აქეთ მხარეს, ჩვენს მხარეს, ასე ვთქვათ, არის ის საქართველო, რომელიც მე მიყვარს და რომელსაც მე ვისურვებ, რომ მომავალში იყოს მრავალფეროვანი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, რომ ჩავაფრინდებით ხოლმე თითო სიტყვაზე აქეთ მხარეს ერთმანეთს, ქოცები აღარ გვახსოვს ხოლმე, ხო? ყველაფერზე ვკამათობთ. მე ეგეთ საქართველო მინდა, სადაც ყველაფერზე ვკამათობთ, ხო? რომ არ ყოფილიყო გაყალბება, ჩვენ გვეყოლებოდა მრავალპარტიული პარლამენტი და ეს გამოჩნდა, სადაც უჩხუბი იქნებოდა. სადაც ვერავინ ვერ მოიპარავდა იმ დროსაც, რომ მეორე პარტია ჩაუსაფრდებოდა. კი, გადაწყვეტილებები შეიძლება გაჭიანურებულიყო და ეფექტურობა, ეგრეთ წოდებული, მე არ მესმის ჯერ ვიღაცებმა თავის დროზეც ვითომ ეფექტურობის ხათრით დემოკრატიას დაუკლეს და დასავლეთს არწმუნებდა ჩვენი ექს-პრეზიდენტი, რომ ახლა მოდერნიზაციას ვაკეთებ, ეფექტურობა მინდა და ამიტომ მე დემოკრატიის ხარვეზები ცოტა მაპატიე და ისინი ხო კაი და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ისეთი ჰაერი და ბუშტი აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი რომ მოსულიყო აქ ეხლა არის ხოლმე დებატები ხანდახან დაიწყება, ვინც მოიყვანეთ ის იმათ წაიყვანეთ და მე მოვიყვანე? უკაცრავად, ივანიშვილი მოსულიყო და აქ 1-2 ნორმალური ინსტიტუტი მაინც დახვედროდა ან სასამართლო, რა ის ამას ვერ გააკეთებდა. მოვიდა და ჩაიდო პირდაპირ ჯიბეში ყველაფერი, იმიტომ რომ სასამართლოც მონა იყო, სახელმწიფო ინსტიტუტებიც მონა იყო, პოლიციაც პოლიტიზირებული იყო, ხა ჩვენ ის დაგვავიწყდა კაცო რაღაც იმათი კონსტიტუციური საფრთხების დეპარტამენტი 1000 უბედურება. და რომ ის მოსასმენი ის ამან პირდაპირ გადმოიბარა, დაამატა, გააძლიერა და უარესი გააკეთა. ეგრე არ არის, მოკლედ შორს წავედი, მაგრამ რის თქმა უნდა, ინსტიტუციები არა გვაქვს რა, ისეთი მყარი ინსტიტუციები არ შეუქმნია მიშას, რომ ივანიშვილს ისინი ვერ დაანგრევდა ივანიშვილი ინსტიტუციები რო ყოფილიყო რა. კი, ბევრი რაღაცა მერე მოახერხა, მაგრამ აი სტაბილურად რო ყოფილიყო, აქ ხერხემალი შექმნილი. სახელმწიფოს ვერ დაანგრევ. ხო, მოკლედ რას ვამბობთ? რისი თქმა მინდა, რომ აქეთ არის აი საქართველო, რომელიც მე მიყვარს და მე არ ვაპირებ, რომ ეხა ჩვენ ყველანი რაღაც ერთმანეთს დავემსგავსოთ და ერთნაირები გავხდეთ, იმიტომ რომ რაღაცა მოუგოთ პროპაგანდას, მაგრამ
მეტი კოორდინაცია რა თქმა უნდა საჭიროა. აი რა თქმა უნდა, თუნდაც აი ის რომ არ ვიცი, რესურსები ცოტა გვაქვს, თორე შეიძლება აი მედია, თუნდაც აი ეს NGO-ები, არ ვიცი, აი PR-შიკები, კომუნიკაციის სპეციალისტები გაერთიანდნენ, რომ ამხილონ ეს პროპაგანდა, აი მართლა გეუბნები, ისეთი copy-paste-ია რუსული და ბელორუსული სლოგანების, მესიჯების, რომ აი როგორ მინდა ხოლმე იცი, რომ ნეტა იცოდეს ეს ყველა ქართველმა, ნეტა აი ამას მოусმინოს და ნახოს. ეს არ გვაწყენდა და თავარი რაც ბევრი ვილაპარაკე და რაც მე მაძლევს იმედს, რომ რაც არ უნდა ამათ მოუჭირონ, ერთი რომ მართლა ჩვენ აბსოლუტურად სხვა გამოცდილების ხალხი ვართ და უახლესი ისტორიაც აბსოლუტურად სხვანაირი გვაქვს ვიდრე მაგალითად ბელორუსს და თუნდაც რუსეთს და იქ სხვანაირი ესეთი ძერჟავნიკული განწყობები დომინირებდა ყოველთვის, რა თქმა უნდა და შოვინიზმი და ასე შემდეგ და ის რომ რეჟიმი ვერ დასტაბილურდება. ანუ ხვალ რო ყველა დაგვიჭირონ, ხვალ რო მეც ციხეს ჩამსვან, თეონად ციხე. ანუ ეხა ისეთ კანონებს იღებენ, რომ ობიექტურად ყველა კრიმინალიზებული ვართ, ანუ მეც კრიმინალი გამოვდივარ თუ უცხოელთან რაღაცა კონტრაქტი მაქვს, ან ველაპარაკები, ან ჰონორარი მივიღე საიდანმე ასე შემდეგ, მეც პოტენციური კრიმინალი ვარ. უბრალოდ მე არჩევენ ეხა ვინ აწყობთ იმ მომენტში. ანუ ყველაფერი გაასწორეს მიწასთან ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვერ დასტაბილურდებიან, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, აი თუნდაც პროპაგანდა ძალიან კარგი დეშიფრატორია ხოლმე, მე ძალიან მიყვარს მათი ყურება. ძალიან ადრე ვუყურებდი ხოლმე იმას რამიშვილის გაცემას, მაგრამ იმდენად კლასი დაუვარდათ, რომ იქიდან ვეღარ ვიღებ ინფორმაციას. ადრე ვიგებდი ხოლმე, აი რა უნდა რეჟიმს და ხანდახან უყურებდი ხოლმე და ეხლა ჩემზე რო დგას და დაუსრულებლად ლაპარაკობს ან შენზე, ეხლა არაფერს არ მაძლევს რა. მაგრამ ნახე, აი რო ნახოთ ეს საქებარი სიუჟეტები კობახიძე რაც იყო, იქ ეკონომიკაზეა სულ ლაპარაკი. ბელორუსი, აი ლუკაშენკოს ეკითხებიან, რომ აიო რო არ გაღიარებსო, ბოლო არჩევნებზე იყო კიდე ეგეთი კითხვა, რომ რო არ გაღიარებსო და აი დარდიო, მე სტარმერს არ ვაღიარებო და აინტერესებსო? რამე აკლდებაო, ამიტომ ბრიტანეთსო, მეც არ ვაღიარებო. ანუ ლუკაშენკო არ ეტენება რაღაცა ფორუმებზე, არ ეტენება არ დარბის კოპენჰაგენებში. ხო, არ ეტენება დასავლეთს. არასოდეს არ ამბობს, რომ მე აი ამ საერთაშორისო რეიტინგით ჩემი რაღაცა ინდექსი საინვესტიციო ეს არის, ის არის სუფეხებზე კიდე და ეს უბედურები ამ კობახიძეს სადაც კი ვინმე სადმე კარს გაუღებს ხორელს იმყოვიან. ვისაც დარჩა, კარს გარეთ ყველა ჩამოაყარა. ყველგან ტენიან. ანუ ნახე ლუკაშენკოს ეს მართლა არ ადარდებს და ამათ ძალიან ადარდებთ ეს იზოლაცია, იმიტომ რომ საქართველოს თბილისის ცენტრში ამერიკის პრეზიდენტია ჩამოსული და ნამყოფი. ანუ საქართველოს სისხლში და ხორცში აქვს გამჯდარი, რომ აი დასავლეთის ნაწილი გვინდა რომ გავხდეთ და მივისწრებთ. შესაბამისად ამათი დიქტატურა რომც დაამყარნა, აი შეკრანეს კონსტრუქცია, ხო ვერ კრავენ, აი პრობლემა აქვს, ხანი გაერღვევათ, ხანა გაერღვევათ, წვალობენ რომ შეკრან და ბიჭო ისევ რაღაცა ჩამოეშლებათ, გაირღვევა და აი რომ შეკრან და დაასრულონ ეს კონსტრუქცია, აი ისეთი რყევა დაემართება მთელ ამ კონსტრუქციას, რომ ჩამოიშლება და არ არსებობს, აი ძალიან მენიშნებს სხვა შორის სახელმწიფო ბანკს რო ქმნიან. მე არ ვიცი რას გულისხმობენ ამაში, მაგრამ შეიძლება ბელორუსისკენ ამ თვალსაზრისით წავიდნენ, ნახე, ესენი ძალიან კარგად ხვდებიან. კობახიძე ხვდება, რომ ეკონომიკა მოუღებს მაგას ბოლოს და ისტერიკა ემართება. კვერცხის თემაზე საუბარი. და ნახე, 25 თეთრს გაძურებულ ხო 5 თეთრს. შეიძლება გადაწყვიტეს, რომ იციან ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ახლა ბავშვები ხო არ არიან, ამდენს ხოთვლიან, რომ ჩვენ სტაბილურობას ვერ შევინარჩუნებთ ამ ტიპის ეკონომიკით და შეიძლება გადავიდნენ ახლა სახელმწიფო ეკონომიკაზე, რა ვიცი, რა. წარმოუდგენელი. მართულ ეკონომიკაზე? აი მან ვიცინებ ძალიან ბევრს. რეალურად. აი ჩვენს ბიზნესმენებზე, რომლებიც აი იმათზე შაშაპედაში ისხედით გვერდით. ხო და იცი რა უნდა თქვა, ერთი რამე ძალიან მიყვარს. ლუკაშენკოს რა უყარს. ლუკაშენკოს აი ბელორუსის ამბები ხშირად უნდა ვიკითხოს და წაუკითხოთ ამ ბიზნესმენებს რა. იქ მიიღეს ერთხელ შარშან გადაწყვეტილება, მე როგორ განვითარდა არ მახსოვს, რომ გორსავეტი ქვია თუ რა ქვია ადგილობრივ საბჭოს, შეეძლოთ კერძო კომპანიის დირექტორის დანიშვნა.
ზუსტად იგივე და ესენი ხო ერთ-ერთზე იმეორებენ და ამათ ხო გონიათ ის ბიზნესმენები და დინეკობახიდესთან ერთხენა და გაპრიალებულები თვალებში უფახო ამათ გონიათ რა ხა აი ჩვენ ვიღაცა თქვენ ვიხართ კაცო ქუჩაში ყრიხართ არ გეზარებათ და იმათ გონიათ რომ ჩვენ არც კომფორტული ცხოვრება გვიყვართ არც ბიზნესი არ ვიცით აი პროსტო გიჟები ვართ რა და დესტრუქციული ტიპები ვართ და აი მაგათ რომ დაუნიშნავენ მერიები და გამგეობები დირექტორები აი მაგამდე მივა ყველაფერი და რა ბიზნესის მოეწონებათ იმის ნაციონალიზაციასაც დაიწყებენ აგერ ნახავთ აი ამ დინამიკით თუ გაგრძელდა სხვა გზა არ ექნებათ სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებენ მოუწევთ ნაციონალიზაცია რეჟიმი ვერ დასტაბილურდება სხვანაირად შენ ასე თქვი მან არის რამდენიმე მომენტი რაც შენ თქვი პირველი მესულ მაგას ვამბობ და აღნიშნავ რომ არ შეიძლება ადამიანს დედას აგინებდე და აი მოვდროულად ესტრაფოდე და აი მიილტოდე და თვალებში შესციცინებდე ეს ადამიანი რომ შეხვდება. ზაზა შათერიშვილი JD1-ზე ამბობდა რომ ეს არის deep state-ი, რაღაც ასე შე deep state ხო ვიცი deep state-ი არის გლობალური ბოროტება რომელიც ყველას ამარცხებს უბრალოდ ამათ გარდა. ახლა უყურე. ჩავიდა ეს მაგრამ თქვა ყაველაშვილმა იცი შეში ყველაფერს რაც თქვა. შეში ყველაფერს რაც თქვა შეიძლება ზუსტად ისე იყო როგორც თქვა უბრალოდ აი ეს არა მომდის თვალები და ეს თვალებში ციცინი ბიჭო ასე რატო შეციცინე ამ ადამიანს გარღვევად გამოაცხადეს ეს პოლიტიკური გარღვევა კი არა პოლიტიკური გარღვევა კი არა აი ყურეთ პოლიტიკური გარღვევა კი არა და თქვე დაუყვანიათ დაუშვათ რუბიო და ვენსი და ნუ всё მორჩა აქვე გვიფორმებენ ეირისაც გვიფორმებენ რავი ჩიკაგოსაც გვიფორმებენ და ნიუ-იორკსაც შეეშმა ყველაფერს ანუ ადამიანი რომელიც აცხადებს რომ აი ესენი არიან deep state და deep state-ი ყველაზე დიდი ბოროტებაა და მე თვალებში შესციცინება არ იწევ ჩემში ნდობას. მეორე კოპენჰაგენში რო დარბიხარ და მაკრონს რომელიც შენივე პროპაგანდით არის კოკაინში კი ცოლიცემს ის არის ეს არის ამ მაკრონთან ხელის ჩამოთვალას ორჯერ ჩამოართვა ხელი და ბიჭო ორი დღე ხელი არ დაუბანიათ მგონი ამათ ისე იყო იმხელა პროპაგანდა ატეხეს ტიპზე რომელიც სალფეთქის გამოაც ჩვეულებრივი ერთჯერად სალფეთქის გამო კოკაინშიკად გამოყავთ მერცთან ერთად. ის რუსული პროპაგანდიდან გადმოიღეს. გავიგე, მაგრამ უყურე ხალხი ხო დებილი არ არის ბიჭო. ადამიანი იმას მაინც ხვდება რომ ერთი და იგივე ადამიანს ჯერ რო გამოყავს მიუღებლა და deep state-ა და კოკაინშიკა და მე რო ხელი ჩამორთვა დიდამბად გამოყავს, ნუ ეგ არ მოსულა. ანუ არათანმიმდევრულები ხო არიან. ეგ ერთი მომენტი აქვს რა. იმ ფულის მომენტშიც გეთანხმები რომ რაც უფრო აქ ეგეთი სიტუაცია იქნება, მით უფრო მეტად ელემენტარულად არც რუსულ უნდება აქ ფული შედება არც არაბს რა ფული რამეში ჩავდო ხო ანუ მე უნდა მქონდეს რაღაც გარანტიები რომ აქ სიმშვიდე იქნება აქ რაღაც ის ფული როდესმე დავიბრუნებ ხა იმ არაბს ინვესტორს იგივე ინტერესი არ აქვს რაც იმედის ინვესტორს გქონდა იმედში რომ მილიონი ის არაფერს არ რისკავს ის არაბი ნახე მიწა სახელმწიფო მიწა და კაი ააშენებს ერთ კორპუსს გაყიდის თუ ვერ გაყიდის მეორეს აღარ ააშენებს და მორჩა არა მან საერთოდ გაუგებარია მან ეგ არაბი მაგ არაბმა შეიძლება კაპიკი არ შემოდის მე რეალური ინვესტიციებს გეუბნები იმიტომ რომ ეს რეალური ინვესტიციები გაიცემა მე არ არის რეალური ინვესტიცია. ხო და თუ რეალურია მაგაზე საუბრობ რა და პლუს კიდე რა მომენტი არის იცი რომ საბოლოო ჯამში როდემდე შეიძლება აი ესე მართო ეს საზოგადოება. ის მომენტიცაა რომ ეს საზოგადოება იმას მაინცაა მიჩვეული რომ ედიკა შეცვალა მიშა შეცვალა ბიძინამ ან ცვლილებებს რაღაც არჩევნების მიჩვეულია და პლუს ერთი რაც ამათ მართლა აკლიათ და ეხლაც რო დაიწყონ 1-15-20 წელი დაჭირდებათ, ეგ არის ახალი თაობის მომზადება. ჩვენ დაწყეში ვახსენეთ ზინოვიევი, კამენიევი, ბუხარინი და შემდეგ. 33-37-ისთვის სტალინმა უკვე გამოზარდა ახალი იდეოლოგიური თაობა, რომელსაც დაეყრდნობოდა ტვინი გამოურეცხა, მელნები ასხმევინა ხალხის მტრების სურათებს და ანუ მაგ მხრივ მე ნინოს ლოგიკას ვეთანხმები რა. დიდი მადლობა რეპლიკის სახით, რა ბოლოს თუ რამის თქვა გინდა ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი ორივესთან. მე მეტი არაფერი. მე ერთადერთი იმის თქმა მინდა რომ რეჟიმის ერთადერთი სიძლიერე არის ეს რომ აი ეს საკეთა მხარე რომელიც მე მომწონს ძალიან მრავალფეროვანი ჭრელი და ყაყანი არის ვერ ორგანიზდებით სწორად. ცოტა სტრუქტურა უნდა შევცვალოთ პროტესტის, სტრუქტურა უნდა შევცვალოთ ჩვენი ქცევის და
ეს რეჟიმი ვერ იარსებებს დიდხანს, აი იმ კონსტრუქციას ვერ შეკრავს, მოკლედ, სულ ირღვევა ხოლმე ნაკერებზე, შეკერავს რაღაცას, მერე გაერღვევა იმ ნაკერზე, აბა ეხლა რით ვერ დაამთავრა ხო შარშანდელს, მერე აი ხო შეიძლებოდა რომ მაგალითად შარშან დეკემბერში დამსხდარიყვნენ და ხომ მიიღეს ეს ჯარიმების კანონი და მაშინვე ეთქვათ რომ მოდი ეხლა ეს მივიღოთ, კიდე ეს კანონი გვჭირდება, გრანტის კანონი რომ მივიღეთ, ესე კი არა, მოდი ესეც დავამატოთ და აი პაკეტი დაედოთ, ხო? ესე იგი 24-ის დეკემბრიდან მოყოლებული, ცვლიან და ეხლა კიდე მიხსნა რომ კიდე რაღაც გაგვერღვა ნაკერავზე და მოდი ახლა ეს დავშტოპკოთ და ანუ ახლა კიდე კანონს იღებენ რომ თქვათ მე თუ უცხოეთში რაღაც გრანტი მივიღე ანუ რაღაც ხელფასი ვინმე გადამიხადა რაც ძალიან ნორმალური ამბავია ძალიან ბევრი NGO-შნიკი წავიდა სხვა შორის და უცხოეთში მუშაობს უკვე იმიტომ რომ აქ არაფერი ხო ანუ ეს ახლა კიდე გაგვერღვა ნაკერავზე ეხა ეს ამოვკეროთ და აი ამ რეჟიმით როდემდე იარსებებენ მე არ ვიცი მართლა გითხრა და რაც თავია აი ეს მახვილი ეკონომიკის და ფინანსების კიდიათ თავზე აი ნებისმიერ მომენტში ჩამოვარდება და გააპობს ამათ შუაზე ეს იციან ძალიან კარგად ყველაფერში აი ბოლო პერიოდში ყველაზე ისეთი რაც არის აი ტრაგიკომიკური არის ეს აღიარებას რო აპირებენ რომ სისხლის სამართლებრივის გახადო რა პასუხისმგებლობა დააწესო ანუ მაღიარა გინდა თუ აი ანუ უცხოეთში თუ მე წავედი და ვიმუშავე ან არ წავედი და დისტანციურად ვიმუშავე კრიმინალი ვარ ხო მაგას უბრალოდ აი აღიარება არ გავიმშობლები ნეტა ის კონცენტრები არ ითვლება კაცო ისინი პატიოსნად შრომობენ ერთ მაგალითი უნდა მოვიყვანო რა ანუ ზოგადად ფეხბურთი ვისაც უყვარს და ბოლო 20 წელიწადი დაახლოებით ფეხბურთი არის მესი თუ რონალდო აი კრიმინალიზება რომ მოახდინოთ ახლა რონალდოს ფანებმა მესის ფანებმა რომ გინდა თუ ანუ არ ვადარებ ამათ ღმერთმა შორის არც მესის არც რონალდოს უკეთესია უბრალოდ არ ვიცი მაგალითად მოვიყვან როგორ შეიძლება აღიარება იყოს კრიმინალიზება შეიძლება ყავისმის კრიმინალიზება გააკეთო აღიარა ჩაი რავი სადაც კვერცხის ფასადგეს რა ვიცი ყავისმის კრიმინალიზებას რეგულაციას რატო ვერ გააკეთე მეტად აი რაც მომწონს რომ აი ეს რაღაცა მართლა ძირგავარდნილი ბიზნესმენები რომლებიც მართლა აი ეხლა მაგათი ჯერია ხანენ და წყალს არ დაალევინებენ როგორ მოატყუეს ტიპი რომ მოუგდეს ეს 5%-იანი ანუ არ მანამდე გაძვირდა გაქრა და 5% არა 0.05 და როგორ დასცინეს ტიპს და როგორ აგდებინეს სასაცილოდ ყველას ვიცნობ მათგანს და ზუსტად ვიცი რომ აი როგორ სასაცილოდ არ ყოფნით იცი ახლა ეს ყველაფერი ეს ისეთი დესპოტია ეს მანიაკი რომ აი თუ დაერია მაგათ მაშინ უნდა დაიჭიროს დაიჭერს მაგრამ მე კიდე რაღაც გაერღვევა ანუ იხება ნაკერებზე კერავს ამერა აი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისათვის საინტერესო საუბრისთვის ეთერში იყო გადაცემა აპოლიტიკური კოდი და ჩვენი სტუმრები თეონა ბაღდავაძე და ნინო ჯანგირაშვილი დიდი მადლობა